მოგესალმებით ხალხო, ეს არის საიბილეო რიგით მე-6 ვიდეო, რომელიც წერება დღეს რა რიცხვია, დღეს არის 2 3 4 ოქტომბერი და განვიხილავთ პირველ ლიგას ისევ, ვინც არიცით ჩემი YouTube არხზე, მქონდა და მაქვს ესეთის რომ რაღაც სოლო თამაშს ვთამაშობდი და განვიხილავდი რაღაც პაკეტებს უბრალოდ შემდეგ გასართობად და ზოგადი ინტერესისთვის და დღეს მაქვს ცოტა განსხვავებული ფორმატი, რომ შემომიერთა არჩეულებრივი ადამიანი, ვისთანაც ერთად ვითამაშებთ ამ პაკეტს, რაღაცებს შევაფასებთ და ასე შემდეგ რა. მივესალმოთ კი არა და ეს ადამიანი არის ლუკა ლომსაძე და ლუკა, რას გვეტყვი შენ შესახებ? It's გამარჯობა პირველ რიგში და მადლობა რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ. აი, მინიმუმ ამ ერთი ჩაწერის ფარგლებში. რა ვიცი, რაც გეტყვია, იმედი მაქვს რომ კაი პაკეტი იქნება, გაგვიხარდება მაგის თამაში და დევიდ შეფასებებს მოყვება საბოლოოდ იმედია. სხვა ჩემზე რამე არც არ მოყვები ჩემზე, რა ვიცი. არ მიყვარს ჩემთან საუბარი. მაყურებლებმა შეაფასონ. ნუ ლუკაც არის სუპერლიგის მოთამაშე და ვნახოთ აბა პირველ ლიგას როგორ ვითამაშებთ. და მოდი დავიწყოთ პირველი ლიგა, ეს არის 2 ოქტომბრის უკვე 3-4 იყო, არა, ეს მესამე იყო, 3 დარჩა, ზოგადად 6 ტურია და ეს იყო მესამე რა. ავტორები დავით ბახტაძე, გიორგი ჭეიშვილი. ტესტერები არ ყავთ. აი ზოგადად ერთი პატარა კითხვა, რომ შენ რა დამოკიდებულება გაქვს დაბალ ლიგებში პაკეტის გადასვლასთან და ტესტირებასთან დაკავშირებით? საჭიროა თუ არა, აი ზოგადად შენი აზრით? თუ რაც არ უნდა სიტყვაზე, მე არ ვთანხმები, რომ რაც არ უნდა, ნებისმიერ პაკეტს სჭირდება ტესტერი, სადაც არ უნდა მოიტანო, აპრობებშიც არ უნდა მოიტანო. თუ პაკეტს ვერ გაგიტესტავენ, არ გაგიტესტავენ, სავარაუდოდ გაგეპარება რაღაც გარკვეული შეცდომები. და ეს შეცდომები დაждდება უკვე რაღაც შევა ძვირი დაждდეს იმ ხრივ, რომ სიტყვაზე მაგალითად რაღაცის ჩათვლა მოგიწევს, რაც ვერ გაითვალისწინე და ასე შემდეგ. ან საბოლოო ჯამში შეიძლება მოთამაშე იყოს უკმაყოფილო. ამიტომ ტესტერები მნიშვნელოვანია ყველა ლიგაში. ჩვენ მაგალითად ეხლა წინა ტური ქონდა პირველი ლიგის, მე და ზურავა შალომიძეს და იქ ტესტერები ძალიან დაგვეხმარნენ გარკვეული შეკითხვების შეცვლაში და უკეთესად გამართვაში. ამიტომ ყველა რეალობაში საჭირო არის. კი, მეც გეთანხმები, საქართველოში ზოგადად ფუფუნება არ გვაქვს, მით უმეტეს ეს ღვთაისელი ავტორები არიან, როგორც ვიცით და წესით იქ არ ვიცი როგორ არის, მაგრამ დისტანციურადაც შეიძლება რა. მე ზოგადად შეიძლება არ წერია ისე ახლა. არ წერია, ეგეც შეიძლება რომ გამორჩათ რა და ზოგადად მე უფრო იმისკენ ვარ, რომ რაც უფრო პროფესიონალური გახდება ან დაბალი ლიგებიც, პირველი და მეორე სამყარო ქვია, მაგრამ რაც უფრო პროფესიონალური გახდება, უკეთესი იქნება რა და ეს პროფესიონალურში რას გულისხმობ იმას, რომ უფრო მეტად დახვეწილი რაღაც არის. უფრო მეტად დაიმსგავსება მაგალითად თუნდაც სუპერლიგის და უმაღლესი ლიგის დონეს. მოკლედ ესეც უსურვოთ. კი, უსურვოთ რომ ესე მოხდეს და მოდი დავიწყოთ, აბა ვნახოთ რას ვიზამთ. ვიწყებთ პირველი კითხვა. ვიწყებთ თამაშს. ანეკდოტის თანახმად ერთმა კაცმა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით გადაწყვიტა ცხოვრება დაეწყო ნულიდან. ამ დროს ის იმყოფებოდა გნებავთ ქართული, გნებავთ იტალიური სიტყვით, მითხარით სად. მაინც ჩავართავ ტაიმერს. რამე ვერსია გაქვს? არანაირი. ბიჭოს, რამე სკალაზე ხო არ არის, ანუ რაღაცა, ანუ ნულია და იქიდან იწყება რა. ან კაზინო რულეტი შეიძლება იყოს ნულზე დადების გამო შეიძლება? ეგ ძალიან კაია, კაზინოში შეიძლება, ხო, კასა. ნუ ზოგადად ახალი ცხვეთა წყება, ახალი ფურცელია, მაგრამ აქტიურად ვერაფერს ვერ ვარგებ. რაღაცა ნულიდან მოიწყებოდა სხვა რიცხვები, კარგია, ამიტომ სკალას ვერ ახან. მომწონს ეს ვერსია. ანუ რას ვწეთ კაზინოში, ხო? ბიჭო, არა, ქართული სიტყვით რო გნებავთ ქართული სიტყვით თუ ქართული. სამორინე, ხო, სამორინე. სავარაუდოდ არ ვიცი. კი, სამორინეც უცნაური ქართულად არ ჟღერს, მორინე. მაგრამ კარგი. მორინე ძალიან იტალიურია. მე მომწონს ეს, მოდი გავაჩერებ და როს და შევხედავ. კი ბატონო. ამარა კაპიტანი შეხარ. ვიწყებთ, ხო, პროსტა ვიწყებთ პირველი კითხვა, ადრეც აღნიშნე რომ რაღაც პირველ კითხვასთან რაღაცა ასე შემდეგ ის უნდა გქონდეს თითქოს ზოგჯერ შეერთად და შერამე. ეს დავაფიქსირეთ კაზინო უბრალოდ. რამე ის ხარ დაიჭირე პირველ კითხვასთან. არა, არაფერი, ან მაშინ დოლურა და რაღაც ეგეთები და გავიხსენოთ, რჩება იტალიური იყოს თავადი და მაგას კაზინო ჯობია ისე ალბათ. კი, ყველა ვარიანტში. ასე მადლობა და გადავხადოთ ჩემი აზრით, ვინც გააკეთეთ რა. ნინო ფერაძეს, რომელიც
თამაშობ საჩვეულებრივ გონში ჯაგერნაუტი და მოვიწყდა შეიძლება ტესტერები რო გამორჩა მეც გამომრჩა და ჩვენს გამოგჩა ასევე ერთგვარი ომაჟი იყო და ამიტომ ხო ნინოს ძალიან დიდი მადლობა დაგვეხმართ ორი ძალიან ვიწვალებთ სამორინე აზინო ყოჩაღ კი არა ყოჩაღ ჩვენ ზენროზე დადება გადაწყვეტა და დაწესებულებაში გაკოტრების შანსი ძალიან დიდია რაც გადატანით მნიშვნელობით ცხოვრების ნულიდან დაწყებას ну საინტერესო ანუ ვერ ვიტყვი რომ ის იყო კარი კითხვა იყოს ალბათ რა просто პირველ კითხვასთან ხო შენ ვფიქრობ რომ მარო ანუ არ არის საჭირო ხა ყველა კითხვა რაღაც კავშირში იყოს პირველი ან რაღაც დასაწყისი იყოს პასუხი თუ რა ვიცი თან თამაში დავიწყეთ კაზინოში დავიწყეთ ხო რასაც არ ურჩევ არავის ნამდვილად კი ბატონო მეორე შეკითხვა ერთი ფილმის პერსონაჟის ხმალი გაიშლება რამდენიმე ნაწილად რაც ზრდის მის ეფექტიანობას ამის შემდეგ ჟღერს ევროპული ქვეყნის სახელწოდება და სახელად ეს სახელწოდება ну ეს კონი მარტივია ხო შვეიცარია შვეიცარიული დანის ოკეი კაია ну კაია ხო რა ან რამდენიმე ხმალი რავი რამდენიმე ნაწილად გაიშლება ხო ეს არის ну ზოგადად რამდენიმე ნაწილად დაშლა რასტროდიში პროექტულ პაკეტებზე პოლონეთია ხოლმე მაგრამ აქ პოლონეთი აფშუაში არ არის კი არაფერში სავარაუდოდ არ არის ხო კიდე საინტერესო გაშლაზე ფორმა რო წარმოვიდგინე იცი რა ვარიანტია მეორე შეიძლება ანუ თო სახელი იყოს რაღაც კალამბურივით მაგრამ არ ვიცი ამდენად ღირს მაგაზე ფიქრი არ ღირს წესით ну შვეიცარია მოდი ანუ გაშლის ფორმა დავუშვათ რომელიმე სხვა არ გავს ხარბი ფარშევანგი რაღაც ეგეთი მაგრამ წესით ანუ არა იგი ესეც მარტივი მგონია რა პირველი მეორე გავაფიქსიროთ შვეიცარიულ სამხედრო დანაზე ხო ეს მარტივი ალუზია მეტი არაფერი აქ სხვა ადეკვატური ვერსია თუ მოგივა არ ვიცი მგონი არ მოგივა დანარჩენ ფილტრი არ აქვს მაგრამ არც შეიძლება ჩემი აზრით ამ კითხვას არა ხო ანუ ალტერნატივა პასუხი არის საბოლოოდ რა ანუ ეს თუ მოგდის ვერსია იცი რომ უეჭველი ეგ არის თუ არ მოგივა მაშინ უკვე 1000 ვერსიას დაწერ და ყველა არასწორი იქნება რა ქულების დავიწეროთ თუ შეიძლება კი ქულები მაგალითად შითმა პატია პირველი და სარი ჯამში გვაქვს ორი მშვენიერია 2-დან 2 100%-იანი შედეგით მივიდეთ მესამე ამბობენ რომ ერთხელ პოლიტბიუროს ხდომაზე მიხაილ გორბაჩოვმა წარჩურჩულა ედუარდ შევარდნაძეს კი ვიცინით მაგრამ თუ არაფერს ვიღონებთ სწორედ ასე დაგვემხობა სახელმწიფო 1984 წელს გამოსული რომელი ხატრული ფილმი ნახა წინა დღეს გორბაჩოვმა ესეც გონი ძალიან ის არის ანეკდოტური და მარტივი კი პასუხი რა ვერსია გაქვს მაშინ ვითხარი ანუ ცისფერმთები ანუ დაუჯერებელი ამბავი ანუ იქ ნუ რეგონი 83-ში გამოვიდა და ის რო არის რაღაც ბოლოში რო იშლება რა შეიძლება რომ ინგრევა თავზე და გამორბიან ყველანი და გორბაჩოვი ნახავდა ანეკდოტური ახანა ალბათ მაგიტო ანეკდოტური არ არის მე მაგიტო მეგონია რომ გორბაჩოვი რამდენად ის ქართულად ანუ უცხო ენაზე ნახო ეგ ფილმი არ ვიცი რთულია გაიგო ასე მგონია რომ რამდენად კარგად იქნებოდა ნათარგმნი და რამდენად ნახავდა გორბაჩოვი მაგაში ცოტა ეჭვმეპარება მაგრამ სავარაუდოდ როგორც ბევრი საბჭოთა ლეგენდა ესეც გავრცელდა რა მოდი არა ეხლა სხვა პროსტა ძალიან დარწმუნებული ვარ თითქოს მაგაში და რა მონანიების წელი რომელი არის მას შეგვიძლია შეხედოთ მონანიებად სადღაც მაგას გადაიღეს რა 93-ში მაგრამ 3 წელი არ უშვებდნენ მაგ ფილმს და დაკონსერვებული იყო მაშინ არ იქნება 86-ში გამოვიდა და 87-ში რაღაც პრიზიც მოიგო ნუ თან ახლა შევარდნაძეს უთხრა ქართული ფილმი იქნება სავარაუდოდ ეგეც ცისფერმთები ან დაუჯერებელი ამბავი ავეთ წყაროს ნახავ რა შენინება თვით თუ გადავედი ვერ გადავდივარ არ ეკრიკება ლაიჟი კაი მე შევამოწმე ანუ არ შევამოწმე კი არა უბრალოდ მაინტერესებს რა აი რა ეს კი წამოიღებ აი მიდი არ კალო ოკეი არა პროსტა ოკეი 83 ამას მე წავიკითხავ და დაგაწნო თუ ვინმეს დაინტერესებს მე ჩავუგდებ რომ მართლა ნახეთ ვარ გორბაჩოვმა გაიგო ну ეს ის არის რა
მგონი არ პირველი ლიგისთვის არ ვიცი, აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩემთვის ამარტივად მოვიდა ეს პასუხი, მაგრამ ნახე, მათ მეორე მომენტიცაა, ანუ თვითონ ანუ ჩემს აღას დონედი ფაქტი საინტერესო არის, იმიტომ რომ ნუ გორბაჩოვი შევარნაძე და ცისფერინთები ერთად რაღაც საკაცო ჩამოგვეშლება და ცისფერინთებზე რო არის მე გასვლა და პასუხი ეგ არის. მე საინტერესო მგონია და პირველ ლიგისთვის მარტივი კითხვა არის ჩემი აზრით და ანუ მე რომ ეთამაში პირველ ლიგა, რა ვიცი, ცუდი გასტა არ დარჩებოდა აკითხვა და მომწონებოდა მეც მაგას ვამბობ რა, ეროვნული თემატიკის საინტერესო ფაქტები მე ჩემი მასშიც ყოველთვის ჯერჯერობით საკმაოდ ნორმალური და ისე გამართული პაკეტი ახლა აქაც ვერ ვიტყვი რომ ამაზე მეტიან რაღაც ის იყო რა. თუმ გავაგრძელე. იმ ეგეთი გასტა არ დამჩენია. ხო, არა, სამივე მარტივად კარგად იღებოდა და მოდი გავაგრძელე ბაბა. ყურადღება ჯობს ჩაიწეროთ, ხო? ამაზე მოდი ერთს ვიტყვი რომ წინაზე ვაპირებთ რომ შედეგები გამგვეტანა და მე ლუკამ სწორი ისმით რომ რაღაცნაირად სპოილერი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ მეოთხე კითხვა მოვასწარით ნახვა რომ ცოტა რთული იყო და ანუ შედეგების მიხედვით რა ცოტა გონს ქონდა აღებული და ვნახოთ როგორი იქნება. მეოთხე ყურადღება ჯობს ჩაიწეროთ. შავი ორკები არის სტაუტი, რომლის ლუდსახარშიც ინგლისის დედაქალაქში მდებარეობს. წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ ჩავამატეთ 200. აღადგინეთ ორიგინალი სიტყვა. შავი ორკები მგონია. ორკებში მგონია რომ 200-ად ჩამატებული. აი, მაშინ რა იქნება? ლონდონში რო დაგვიმალეს. შავი ხო. შავი ოები არ ვარგა. არ სტაუტი ხო? ანუ ლუდი თუ რა ხანის ტემპი. კები არაფერია, ხო? არა, შეიძლება არის შავი კები. კები ხო ისა ტაქსის სახეობა, მაგრამ არ მომწონს. არ ვიცი. შავი ობი, არა ორბიც არ არის. ანუ ოები, შავი ოები ხო არ არის. ბლეკ ოები რა არის? ლონდონში რო ო არის შეიძლება. ორი ორახან არის შეიძლება. მაგრამ ბლეკ რატო? ლუდი არა, რაღაც ტემზესთან ხო არ არის კავშირი. ამ სწავლებს ინგლისში ხო არ დავიღოთ 200, მაგრამ არა გავიდა დრო, მოდი. ოები დავაფიქსირე, მაგრამ მოიცა ისე რომ ვიფიქროთ, ანუ ორკები ძალიან ცალსახა იყო, მაგრამ ახლა ცალსახა ჩემთვის რომ მანდარი ჩამოტებული მარს ხარ. სტაუტი არის ლუდი რეგს. მე ნახე ერთი აზრი მაქვს უცბად დავამატებ რა, რატო არის ოები, მაინც დავბრუნდები. ჯობს ჩაიწეროთ და არა გირჩევ ჩაიწეროთ. ნახე ო გაიჩიტა მანდაც. გირჩე. აი, ზოგადად მეტაენაში ხო გირჩევ ჩაიწეროთ არის, მაგრამ აქ ჯობს. მგონი ეგ თუ არ იყო ჩაღავწორებს დავფასებ ეგ კომენტარში წერია. მეტაში დაუკრავ აქედან. მაგრამ მგონია რომ სხვა პასუხი იქნება რეალურად და რაღაც გამოიჩა. კები ქონდა ვერსია. შავი ფერის ტაქსები ანუ ეს ჩემი ბრალია ვერავარჩია არა და ქონდა ვერსია და ტაქსები რო არის ანუ ლონდონში ნამყოფი ხარ შავი კები ეგეთის არის პოპულარული. ლონდონში ნამყოფი კები არ მახსოვს როგორ მოგატყუა. დაბლდეკერები კი დაბლდეკერები. ანუ ეს მე ვიტყვი ერთი სამკითხვაზე, ანუ როგორი კითხვა იცი, ანუ რა დამალეს დედაქალაქი ლონდონი, ანუ აი რა საჭირო იყო ეგ დამალვა საერთოდ დავიწყოთ მანდედან. ანუ ლონდონი არის ყველა ვიცით. ხო, მეც მგონია რომ ანუ ლონდონში რომ მდებარეობს პირდაპირ ანუ ინგლისის დედაქალაქის გამოცნობას რა უნდა მართლა, ხო ეგ. ხო, მაგას ვიძახი, ანუ აი ზუსტად ეგ არის პერკულარში, ლონდონი რო არ თქვეს ის ორი მესმის რომ კები ბევრად უკეთესი ვერსია იყო ჩემი აზრით საბოლოოდ. ნუ და ინსაით 20 არის და ანუ კარგად ჩანს ყველაფერი იყო, მაგრამ ანუ ლონდონი რომ დამალეს რაღაც უნდა გაიფიქრა მაგაზე ალბათ. ხო და მე აღმოჩნდა რომ არ უნდა გაფიქრა. ცოტნის ნაწილიც არ მეყვა, ანუ შავი კები რომ ლონდონის ეგეთ ღირსშესანიშნაობა, სამწუხაროდ არ ვანამყოფი რა იმედია. ძალიან მინდა როდის მე ვიქნები, მაგრამ თუ იქნები ერთხელ ამ შავი კებითაც ვიმგზავრებ. პირობას ვდები. კი ბატონო. არა ეს კითხვა რომ ეწონა მე რა მოკლედ, ანუ კებიც არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ოკეი, ანუ ლონდონში რა შეიძლება იყოს ორკებში დაკავშირებული, არ ვიცი. ხო, მაგრამ მაინც აღება შეიძლება და ასე ვთქვათ ფაქტია გქონდა ვერსია. ოკეი.
წამყვანმა მეხუთე შეკითხვა და მითითება აქვს წამყვანს. წამყვანმა გამოკვეთილად წაიკითხოს სიტყვა მიტანის. სანქტ-პეტერბურგში ფუნქციონირებს სპიცის მიტანის სერვისი, რომლის სახელიც კრეატიული გათვლით დაამთხვიეს ცნობილი რუსი მწერლის გვარს. დაასახელეთ ამ რუსი მწერლის გვარი. ეხლა რუსული არ ვიცი იდეალურად, მიტანა როგორ არის? რაღაც მიტანის დასტავკა. რომელიმე დასტოევსკი. დასტოევსკი, ან რაღაც ეგეთი დასტოევსკი. არა, ოკეი, ეგ გავიგე, მაგრამ მიტანის ეს რატომ გამოგითხვა კაფიოდ ვერ. ანუ სიტყვა მიტანაზე რო გაიქნებინათ აქცენტი და თარგმნო რა სწორი სიტყვა რუსულად. ეხლა რახან რუსეთშია, რუსულად უნდა თარგმნოს რა. დოსტოევსკი და დასტავკა გადაათამაშეს. ასე მგონია. ანუ სხვა დზე წერალი ეწყოს, რავი, დანიელ ხარუსის სახელმწიფო და არ ვარ გადა არც მოვა პირველ ლიგაში. რაღაცას უნდა გავდეს რა, დელივერი ან რუსულად მიტანა როგორ არის. ხო, მაგაზე. დასტავკა ხო არის, სხვა რამის თქვა ხო არ არის, მე არა, ეგ წესით ყველაზე ცნობილი და იქ ის არის რა. მგონი არ ესეც დოსტოევსკია. ოჩაღა ეს კარგი გუნდურად აღებული კითხვა იყო. დოსტოევსკი ან დოსტოევსკი. კი, მაგრამ კითხვის რა გითხრა არ ვიცი. საწყის ასოებს პიცა და ხო, არა, აქ ახლა გითხრა, აქ ლოგიკური ისინი არის რა, მე ზოგადად ანუ გავრებული ცნობა მაქვს რა, რომ ერთი რო ლოგიკური არის და რაღაც, მაგრამ საკმარისი მიზეზი არ მგონია კითხვის დასაწერად და ამაში რა სკოლის ხომ ახლა ეგეც ძალიან სუბიექტურია, შენ რა გონია მიზეზი ვიღაცას გაუსწორდება რა, რომ არ არის იმდენად საინტერესო ფაქტი, რომ მაგაზე კითხვა დაისვას ჩემი აზრით. გეთანხმები სრულად, ანუ სიტყვა თარგმნე რუსულად და მე თანაჟღერადი ან გავს რომელიმე მწერლის გვარი, რა მე არ გონია ბოლომდე საინტერესო, როგორ თქვა, ანუ პიცის მიტანის რო არის, ანუ პიცა რო არის, რა შთამეხმარა იქ. ხო, პიცა აქ რეალურად არა მიტან უბრალოდ რო ეთქვათ, რომ მიტანის სერვისი უფრო აქცენტირებული მიტანაზე იქნებოდა, აქ პიცაზე შეიძლება იფიქრო რა, შეიძლება პიცის რომელიმე სახეობა ჩამოთვალო, ეგეც არის. თან ახი, ანუ პეტერბურგი ნათქვამია კითხვაში, ანუ რუსეთს რო ეხება გასაგები არის, ხო? და მე ემთხვევა რუსი მწერლის გვარს, ანუ როგორ თქვა, ძალიან ანუ თითქმის ყველა მინიშნება გითხრეს რა, ანუ ხო, ეგ მაგაში გეთანხმები რა, უფრო ლაკონური და ის შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ პირველი ლიგა როა მაგაზე ზოგადად რას ანუ ის არის რამდენად აი ახლა მომივიდა ეგაზე რამდენად ლაკონური და ესეც უნდა იყოს კაცრი მინიშნებები ამ იმაში რა იდეალური გვინდა თუ უფრო უნდა დაეხმა ანუ უფრო მეტად უნდა დაეხმა რომ და გაუმარტივოს ცხოვრება პირველ ლიგელებს ჩემი აზრით ზოგადად ანუ ყველა წყობის პაკეტში ყველა ლიგაში უნდა იყოს შედარებით მარტივი კითხვები ესწრებულ ტროპები რა ანუ კითხვებს რომელსაც თითქმის ყველა აიღებს და ასე უნდა იყოს შედარებით რთული კითხვები და თუ ამ პაკეტში შემდეგ კითხვები რთული იქნება და კარგი კითხვები იქნება ამავდროულად მაშინ მესმის რატო შეიძლება იყოს აქ ესე კითხვა ანუ როგორ თქვა კი ესე მოტანილი მაგრამ თუ სულ ესეთი კითხვები იქნება მაშინ ანუ უნდასაც შეიძლება არ მოეწონებათ რომ ყველა ზის პირველ 10 წამში შეიძლება კითხვა აიღოს და ასე ითამაშოს 24 კითხვა. ამისთვის არ ამგონია მოტივი. მაგაში გეთანხმები ხო რა რაღაც ბალანსი და ის უნდა იყოს. მოდი გავაგრძელოთ ეს მგონი იყო მე-6. ერთ უცხოურ გადაცემაში რომელიც ეხებოდა თბილისში ტურისტების ჭამასმის საკითხს წამყვანმა თქვა წარმოიდგინეთ რომ სალათი ოლივიე მოგართვათ ბატონმა ოლივიემ ან ბიბ სტროგანოვით გაგიმასპინძლართ სტროგანოვის შთამომავალი და ასახელეთ იმ ადამიანის გვარი, ვინც მასპინძლობდა გადაცემის წამყვანს. აქ რამე ის გაქვს იდეა, მაინც უნდა გავიაზრო ეს. აი, ვიღაც ხინკლაძე ან ხო ხდება ეგეთი ნებას გონი რა. ბიჭო, ლაღიძე ხო არ შეიძლება იყოს. ლაღიძე აი, ლაღიძე არ არის უძივესი. ლაღიძე წყალი ხო არ მეუტანეს. შეიძლება და კიდევ საჭმელთან დაკავშირებული, ანუ ქართულ კერძში საჭმლის, ანუ ესეც ამ პირდაპირ ის არის რა. ასე ვთქვათ. თუ ეგ არის პასუხი აღარ. ხო, ანუ რომ საჭმლის გვარში ეს საჭმელი აფიგურირებს რა. ან სასმლის. ან ცნობილი შეფი ეხა თანამედროვეები ვინც არიან, არ ამგონია კითხვაში იყოს ეგრე და ვიღაც სახელი რო ქვია. მეცა ქართული კერძი, ანუ სუფრაზე რა კერძებიც არის წესით. ხაჭაპური, ქაბაბი, ხინკალი. სახელით არაფერია.
ყველაზე ახლოს ბებოს ლავაში გვაქვს ლაღიზის მერე ადამიანო ფიგურირებს რამე სარაჯიშვილის კონიაკი თუ თვეში თუ ეგ როგორი რაღაცაა იცი აი რა ვიცი სარაჯიშვილის კონიაკი აი ეხლა უფრო ის არის უფრო ტრადიციული თბილისური იმასთან ლაღიძე ასოცირდება სარაჯიშვილი უფრო საერთაშორისო ბრენდია ასე ვიტყოდი მოდი ლაღიძეს დავაფიქსირებ და ვნახოთ რა ხდება ლაღიძე არა ეს ლაღიძე ხო ეს კითხვა ძალიან სწორხაზოვანია ხო ესეც როგორც შენ თქვი მარტივ ვირტუალს და ვირტუალის ბალანსი შეიძლება იყოს მაგრამ შენთვის ძალიან სწორხაზოვანია იმიტომ რომ ძალიან პირდაპირია ხო ვიღაცები ვინცაც დამწყებები არიან ნუ პირველი გაშალბათ უკვე აღარ არიან რაღაც მეორე გავლილი აქვს ნუ წესით მარტივ ასოციაცია ლაღიძე ხო დიდად არ მომეწონა მაგრამ ნუ ფაქტი და რაღაც ფაქტი საინტერესოა 1+ დავწერო ეროვნულ თემატიკაზე აი ეს ეროვნულ თემატიკას ყოველთვის მიესალმებით რა თქმა უნდა მე გეგმა ჩემი იმის ალბათ კარიერას რასადაც მოთამაშე შეიძლება დავასრულო მაგრამ რაღაც თუ დავრჩი ერთი ქართული პაკეტი დავწერო როდისმე რა გამომივა ნახოთ ხოდა მივესალმები ამ წამოწყებას კი მოდი დასარიგებელი მასალა ნახოთ მეშვიდე კითხვას აუ კარგად კი არ ჩანს გონი ატომია თუ რა არის ეს აი ეს ვი ესეთი რაღაცაა რა ოკეი მაინც ამას ჩამოვწერ კიდევ ვაფშე აჰა ეს არის და მოდი კითხვაც ესე გამოჩნდება მეშვიდე კითხვა თქვენს წინაშე აქვს ქუთაისში არსებული ერთი მემორიალის ცენტრალური დეტალი მემორიალის დაფაზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ სიტყვა X-ის რეიტინგი IMDb-ზე შემოწმების მომენტში ძალიან მაღალი აღმოჩნდა 9.3 დაწერეთ X-ი ერთი სიტყვით ძალიან მაღალი აღმოჩნდა რა მინიშნება არის კი სავარაუდოდ ან ფრენასთან ან რაღაც ანუ შემოწმების მომენტშიც ან გონია თუ ცნობილი ალბათ სტაბილური რეიტინგი აქვს არიცვლება ეგ მაგრამ ცოტა დამოგნი ეს რა არის პროსტა ბურთია სტადიონია რაღაცა ბურთი რეკორდი არ ვიცი არა ვიღაცას ხო ეძღვნება და ვიღაცას მე რაღაც დაკავშირებული არის ამ პირთან ცენტრალური ნაწილი რომელიცაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ სიტყვა X-ი ანუ რაღაცა დაწერა ეს ცეცხლი ხო არ ანთია არ ინთება აქ ან შეიძლება იცი გალაქტიანს ხო არ ეძღვნება რა და შეიძლება ამოვიკითხოთ გალაქტიკა ან რაღაც ეგეთი მერი რომელიმე სერიალი და ესე უკანა ნაწილიდან რომ ვიფიქრო ახლა რაც ძალიან მაღალი აქვს 9 რეიტინგი და ერთი სიტყვიანია ან ფილმი შოუშენკი ნათლია რა ვიცი ნათლია საინტერესო ნათლიას დავაფიქსირე კიდევ არ მომწონს რომ მოგეთხოვო მეშვიდე კითხვა რო იყო ხე მაგაზე იყო მეშანი მაგრამ გვიანია მეშვიდე ესა ხა მაგაზეც ვფიქრო რომ მეშვიდე რო იყო მაგრამ მე ჩემს ატომს გავდა და სატურნს მაგრამ რა უნდა გიქნა მაგ მე აღარ ვიცი ჭაკ გონია რომ ერთი ბურთი ან ცეცხლია ხომ ესე იცავენ რაღაც ნახი მას სხვადასხვა ადგილებზე მოდი ვნახოთ აბა შეხედოთ ჩერნობილი მოინვესტო ატომის წარი ყოფია ძალიან მაღალი აღმოჩნდა ნახე იყო ძალიან მაღალი რაში გვეხმარება ისა თვითონ რეაქტორთან რო ძალიან მაღალი იყო მაჩვენებელი არა დიაცის მე არა უეჭველი მაგაზია მენიშნება უეჭველი არ ვიცი აი ეს კითხვა არ მომეწონა არანაირად ქუთაისში რატოა ან ქუთაისში დაუშვათ ქუთაისში თუ არ გასაგებია საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და ქუთაისიც მონაწილეობდა დაუშვათ რომ იფიქრო მან სალიკვიდაციო სამუშაოებში მაგრამ ანუ მაგის ცოდნა ძალიან ის არის რა რთულია რომ დაუშვა რა ეგეთი რაღაც ვერსიაც რომ მოგივიდეს რა იკითხავ რომ ქუთაისი რა შუაშია კი სწორი არის ანუ მაგ რა დაწერილი იყო ყოფილ საბჭოთა ქალაქი ან რაღაც კავშირი ეგეთი ხო რა რაღაც რო იფიქრო რომ მაგ გიდონის გლობალური იმაზე არც მიფიქრია თორე ატომის სწორად აღნიშნე რომ რა ხო არა აგერ გალაქტიონი და ეგეთას ვფიქრობ იქნება ქუთაისთან ვერ დაკავშირებული პირი ან რაღაცნაირად რომ მოგვირგო პასუხი და ნუ არ გამოვიდა იმიტომ რომ მართლა ატომი თქვით და აი რა ვიცი ყოფილიყო ნახე საბჭოთა ქალაქი და ატომი გვეთქვა ალბათ ჩერნობილს სავარაუდოდ ვიტყოდით კი მაგას დავაგენერირებდით
მეორეც ეგ არის კიდევ ერთი ის რაც მაქვს ამასთან დაკავშირებით და ანუ ქუთაისიდან ვინც არის და ბევრი იქნება ვინც თამაშობს ახლა ან ყოფილი ძალიან მარტივად აიღებს ეს თუ ნახი გაქვს მე ვარ ნაყოფი, მაგრამ ეს რაღაც არ მახსოვს. არ მახსოვს არის ანუ რაღაც იმაში დგას გონი უკან საერთაშორისოები არ ჩანს გარეუბანში ცენტრალურ ნაწილში არის ნეტა, აი არ გონია ცენტრალურ რაღაც ამ პარკია ან რაღაც პარკი და მესამე სკოლა რო არის და ეგ ამიტომ ხო რა ეს კითხვა არ მომეწონა ჯერჯერობით ალბათ ყველაზე მეტად იმიტომ რომ ბევრი რამეში გაბნევს მაგრამ ალბათ ქუთაისლები აიღებდნენ გავხარდებოდათ და მე მაგას მივესალმები ხო ანუ ასე ეს კითხვა ჯობია კომენტარში გადავიტანოთ ქალაქი თუ ქალაქთან არ თამაშობს და შეიძლება დააბნეველი იყოს უფრო მეც კომენტარში შეგიძლია ამბავი მოყვე რა ვიცი მაგაში გეთახმები სრულიად მოდი მე რო კითხვა შევა როგორი იქნება ყურადღებით მოისმინეთ ან ჩაიწერეთ ოკეი უელსელმა ფეხბურთელმა ნათან ბლეიკმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 სეზონი ჩაატარა. 5-ვე შემთხვევაში მისი კლუბი გავარდა. გონებამახვილმა გულშემატკივრებმა მას სახელად უწოდეს არონი. წინადადების ერთ შეკითხვაში ჩვენ შევცვალეთ 100. აღადგინეთ შესაბამისი სიტყვა სწორი ფორმით. ნუ ქარონი იქნება ეს ავადოთ მიაცილებს ეს კარგია. ოკეი, 5 სეზონი ჩაატარა ნათან ბლეიკმა. იცი ვინ არის ნათან ბლეიკი? მე არ ვიცი. მე არ ვიცი. და გულშემატკივრი ხო, ეგ ძალიან კარონს ეძახდნენ გონი. მშვენიერია. просто მე ხლა რას ვფიქრობ, იცი, რომ მოიცა იმას რომ ლეპტოპი მიჯდება და უნდა შევა 1-2 წამი. ეგ მოსაგვარი საკითხი არის აბსოლუტურად. მოგვარდა და ბლეიკი ასე რომ გეტყვი, უელსელია შუაშია. ამ ბლეიკი რო არის გვარად ეგეც ცოტა დამბნეველია შავთან ხო არა, ან მე უფრო ვფიქრობდი რომ მაგასთან დაკავშირებით იქნებოდა რამე და გვარზე იხუმრეს რა ბლეიკ ან ბლეიკი არა ბლეიკ თანდის არ არის. შეიძლება სხვადასხვაებად იწერებოდეს რა. 5 სეზონი ჩაატარა და ახლა ნუ აქ ის არის რომ სწორის გამოიტანო დასკვნები რაც შენ გამოგივიდა აქიდან იმიტომ რომ ძალიან ის არის დამბნეველი ის არის სავარაუდოდ ქარონია მშვენიერია ქარონის სულები ნათან ბლეიკსაც ბლეიკის შავი ხო არა აქაც ცოტა დამბნეველი ის არის ფაქტები და შეიძლება გაცილებით რაღაცნაირად შემოკლება და მაგ დამბნეველი ფაქტების დამალვა და კიდევ არონი როა შეცვლა ეგეც ძალიან ცალსახა ის არის მაგრამ მეც რამდენიმე შენიშვნას ვიტყვი. პირველად დავიწყებ იქიდან ყურადღებით მოусმინეთ ან მოისმენთ ან ჩაიწერეთ. ანუ ესეთი სწორშეხება მეტაენაში ანუ რას როდესაც მე არ შეხვედრია ჯერ. ანუ შეიძლება აი მოусმინეთ ამადას ვარიანტით გამოვიდა. ცოტა ისეთი არის, ანუ რა გირჩევთ ჩაიწეროთ. მან რაღაც მსგავსი. ანუ ან მოусმინეთ ჩაიწერე ხო ანუ ნახე საავტორო პაკეტზე ან სუპერლიგაში სიტყვაზე ან უმაღლესიც რა ვიცი სადაც უფრო დაკვირვებული ხარო რას გეუნებებს და იცი დაახლოებით ხო ანუ ავტორები რაღაცა მიგანიშნო რა უნდა გააკეთო კითხვის განმავლობაში მანდ რო გეუნება ავტორის სიტყვაზე რომ ან მოусმინე ან ჩაიწერე ცოტა უცნაურია უკვე იმიტომ რომ გონია რომ შეიძლება მინიშნება იყოს ამაზე რა მეც ეგ ვიფიქრე რომ მოისმინეთ და ჩაწერა რამე სხვა არ არის თქო რა ამ მოსმენასთან ან რაღაც არჩევანთან დაკავშირებით მაგრამ არ ყოფილა. მაგაში სრულიად გეთანხმები კი. მე უელსელი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში რო ვამბობთ და ბოლოს ქარონია პასუხი. მანდაც ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია რატო არის საჭირო მაშინ რომ მეუნები. ანუ უელსელი რო არის, მაშინ ავით დრაკონზე ვიფიქრო თუ რაზე, ან სხვაზე არ ხო ხდებიან რას ვცახი. რაღაც ინფორმაცია არის ზედმეტი, რომელიც არ უნდა იყოს კითხვის ჩემი აზრით. მაგალითად, ისე რომ კითხვა იღება უმარტივესად ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხუჯე გავარდა რა მკვდარი გააცილა ხუჯე წაიყვანა. კი. რა მაგაში გეთახმები ყველაფერში რა რაღაცების ის არის ან ბევრს ამკლება შეიძლება რაღაცები ინგან მაგალითად შეიძლება ფეხბურთ ხო მოკლედ ახლა მე არ გადავაკეთებ ამ კითხვას მაგრამ შეიძლება და სამუშაოა რა ჩვენ ახლა ის არის რომ ჩვენი შეხედულებით როგორც გვინდა პირველი ლიგა ისეთი იყოს და უფრო მეტად გამართული მაგრამ შეიძლება ვიღაცებს ესეთი კითხვებიც მოსწონს რა ვინც უყურავთ უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ ეს ჩვენი სუბიექტური აზრია მაგრამ თან ამ სუბიექტურას ახდავს ჩვენი გამოცდილება რაც არც ცოტა ამიტომ მგონია რომ რაღაცები შეიძლება რომ გაგებული და მოსმენილი იქნას ჩვენი მხრიდანაც
ამიტომ ახლა 9 კითხვა. შვედურ-დანიური ერთობლივი სერიალი ხიდი იწყება იმით, რომ ერესუნის ხიდზე აღმოაჩენენ ქალის გვამს. მოგვიანებით ხიდის მოტივებზე გადაიღეს ფრანგულ-ბრიტანული სერიალი. სად აღმოაჩენენ ქალის გვამს ამ სერიალის დასაწყისში? ეხლა ანუ აქავთ პასუხი ვიცით ხომ ორივე რა არის? მგონი რაც არის ვხვდებით. კი, მაგრამ აი ეხლა რო შეადარო სიტყვაზე, მაგალითად ლაღიძეზე კითხვა რო იყო ძალიან პირდაპირი დავარქვით. მაგრამ აქ აქეთ პირდაპირი ჩანს, მაგრამ მე კითხვა მოწონს ბევრად უფრო. მე სიმართლე გითხრა, ანუ ალტერნატივა რა არის ამის? არაფერი არ არის, ვიცი გეთახმები, რომ აი მარტივი კითხვისას ბევრი გუნდი აიღებს, ჩემი ძალიან ლამაზი არა, მაგრამ კაი კითხვა ჩემი აზრით, რომ არ მოგატყუო. ლამაში სრუტე, ხო? კი ბატონო, მაგრამ კი, ლამაში სრუტე არ თქო. ან გვირაბი რა ვიცი, რაც კი დავარქვათ. გვირაბი, კი ბატონო, გვირაბი, ლამაშის გვირაბი. აქ გამოსაცნობი უბრალოდ არაფერი არ არის. ქალი, კაცის გვამი რო აღმოაჩენონ ქალის ნაცვლად, ეგეც ქალი. აქაც არაფერი აღმოაჩენენ გვამს. მე ახლა ის ძალიან პროკრუსტულად ვექცევი კითხვებს, მაგრამ მაგაში გეთახმები რომ ქალის არაფერს ადამიანი რო იწეროს არაფერი შეიცვლება. მაგრამ ანუ აქ პრინციპი ის არის უბრალოდ რომ რა ვიცი, ასე მომეცნო რომ ანუ რაც გვირაბში იქ ორი ქვეყნის დამკავშირებული რაღაცასთან რაღაცა აღმოჩენილია. ვიცი რომ ორივე ნაწარმოებია, მაგრამ მაინც. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ძალიან მარტივია ესეთი იმაზე. არის ანუ არ ვიცი ესეთ კითხოს როგორ საერთოდ მართლა მგონი არ საჭიროა რა რაღაც დავუშვათ თუ გრძელი არ არის რაღაცა მარტივი, მაგრამ ხო, მოკლე არის ეს ხა რეალურად. მოკლეა, ხო, რაღაც ამას თქვა თუ გჭირდება წინ რაღაც გრძელი კითხვების მე რაღაც შეიძლება, მაგრამ ხო, მარტივი პრინციპში რა, სიმარტივის გარდა მე არაფერს არ ვერჩი. აბა მეათე. რუსი გლეხის შემთხვევაში ნახსენებია კოსტრომა, სადაც მეფედ ნაკურთხი მიხეილ რომანოვი 1613 წელს დედასთან ერთად იმყოფებოდა. არ გეკითხებით რა არის ნახსენები ქართული წმინდანის შემთხვევაში. დაასახელეთ ეს წმინდანი. ანუ გადარჩა თუ რა პრინციპი არის? მიხეილ მეფედ ნაკურთხი მიხეილ რომანოვი ანუ რუსი ეს წავიდა დედასთან ერთად სადღაც რომელიღაც ადგილში ხა კოსტრომაზე ხო და ვიღაცა შეხვდა რუსი გლეხი რა ამ რუს გლეხსა და ამ მეფეს და დედას შორის რანაირი ინტერაქცია მოხდა ეგ უნდა ვთქვათ ხო ან ეგეთი წმინდანი ანუ მე ორი ვარიანტი ხო არ განკურნა ვიღაცამ ეს ხარ განიკურნა ამ მეფესთან შეხებით ან რაღაც დავინდა პოცხელოთ მაშინ ქართველი წმინდანი ქრისტიანობა ხო არ მიიღო ამ იმაში. ახლა ეგ მაგას ვთქვი ერთი წმინდანი შეიძლება იყოს, მაგრამ ქართველი წმინდანი არ ვიცი, ანუ რამდენჯერ ეგრე თქვათ. იმიტომ რომ ხო არის საქართველოს წარმოშობით, ხო? კაბადოკიიდან იყო ხო თურქეთიდან ხო. მაგრამ მე მეორე ვერსია წმინდანი არ არის, უბრალოდ თეოდორე უგდელი მეყონა, მაგრამ წმინდანი არ არის. თეოდორე არის წმინდანი. არის? კი. წმინდა თეოდორე. ხო და აი არ ვიცი. კარგი ვერსია, ახლა 10 წამის სამშობლარი წმინდანი არ მომწონს ხო შენი ფილტრით რაც არის მოდი თან პერიოდიც ანუ წმინდა კი ახლოს არის მეფედ ნაკურთხი მიხეილ მოდი თეოდორე კვასოს რო აი კოსტრომა და თხოთის მთა უფრო მომწონს ერთად უბრალოდ მე მანდ უბრალოდ მე გლეხი აღარ მუშაობ რუსი გლეხი სავარაუდოდ დიდი მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას მიიღებდა თუ არა აქვს მეფე მე უკვე დიდი ხანი იყო თან რუსეთში ქრისტიანობა შემოსული ამიტომ თეოდორე კვასოს დავაფიქსირებ Bravo, კაი არის. კი, შესაძლოა ლუარსა განსაცდელი ტერიცი, ხო, სხვა მმართველებიც წაიყვანა და სუსანინმაც გზათად არა. ივან სუსანინზე იყო აქ მინიშნება რუსი გლეხი ივან სუსანინი. კოსტრომაში ყოფი. ეს კითხვა მე მომეწონა პირდაპირ გეტყვი. ბიჭა, საინტერესო იყო, ხო რა. საინტერესო იყო მეც გონია რომ ბოლომდე არ ჩანს რომ ტერი არის კითხვაში სადმე. ხო, ეს არის დასაფიქრებელია რა რეალურად და კარგი კითხვა. თან ეს ცნობილი ფაქტია სუსანიზე. ივან სუსანინი რომ დამალეს და რაღაც სხვანაირად დასვეს და არ გამოაჩინეს. ეგეც ძალიან კარგია.
ნუ პერიოდში რო თევდორე და ისიც თითქმის ერთ პერიოდში იყვნენ, ეგეც ძალიან კარგია. და რაც შენ თქვი ახლა წმინდანინოც იფილტრება და რაღაცეებიც რა თქმა მოგივა. ამიტომ მე მომეწონა ეს კითხვა რა, რეალურად ესეთი კითხვა, რომელიც რაღაც იმებს, ანუ პირდაპირ ანალოგიით შეიძლება არა იყოს და უფრო მეტი მსჯელობა დაგჭირდეს და გუნდურად იღება. მარტო აიღე, მაგრამ უფრო პირველი გელები ალბათ გუნდურად აიღებდნენ. ხო, მოდი ამ კითხვას 10 კითხვა მაღალ შეფასებას მიცემდი მეც და მეც კითხავები მოყვების სრულად. 10-დან 10. მოკლედ, მე-11 შეკითხვა. დავით კოვზირიძე საკუთარ ბლოგში წერდა, რომ თავისი პირველი საფეხბურთო სტატია ერთ-ერთ აპენინურ გრანდს მიუძღვნა. ამ სტატიას საკმაოდ ტრაფარეტული სათაური კი გრენოფლში დაბადებულ მწერლისგან ისესხა და სახელად ეს წერა. ეს ძალიან მარტივი და გაქვს ვერსია არმის სავანის გარდა მე სხვა ვერსია? არა, მე მაქვს წითელი და შავი როსონერი. გრენოფლში რო ის არის ხო? მაინც არმის სავანი ხო სტენდალის არის კიდე თუ მერევა? ეგ არის. მაგრამ პარმა გრანდი არ არის. აი, 90-იანების ბოლოს იყო კი. ეს არის, ნუ ტრაფარეტული პენინო გრანდს მეუძღვნა. ხო, აი ეგეც საინტერესოა, პარმის სავანი გასაგებია, რომ ალბათ არ იქნება, მაგრამ აი ვიღაცა რო გითხრას პარმა გრანდი არ არის, ხო ეგ ლოგიკური არგუმენტია. რაშოს მაინც წერას ხო იგივეს დავწერთ, თუ თავდეთ წერალი, ხო, ოკეი, სტენდალი. ამ წერას მოიქცებია მართალი ფორმა უნდა შევენარჩუნოთ. ნამდვილად. სტენდალი, მილანს, წითელი და შავი. არა, ხო, ორივე ნაწილით იღება პარმის სავანაც და გრენობილი და იტალიაც სტენდალს უკავშირდება. ნუ ესეც ნორმალური კითხვა პირველი ლიგისთვის რა. როგორი კითხვა იცი, ანუ აი ნუ აპენინებს ხვდები რომ იტალიური არის და მე ჩამოთვალო 1-5-6 გუნდი და მანდოდან შეხედო რაიმე მეცახელი რამე სხვა არ ემთხვევა. ანუ როგორ იცი აი როგორ თქვა ანუ ალგორითმული კითხვასავითაა რა, ანუ ჩამოყარე თუ მოგეწონა რამე აარჩიე და არა რომ რაღაც ლოგიკურად გადიპასო ხამდე თითქოს არ ვიცი. ხო არა მე ხო ეს წინა კითხვა ჯობდა, მაგრამ ესეც არის რა, ესეც ალგორითმული კითხვა რა. ბევრი შაბლონური კითხვა იყო რა, მაგრამ როგორც აღნიშნეთ პირველი ლიგისთვის თუ ის არის მეტნაკლებად მისაღებია ეგეთი ალგორითმული კითხვები. მე-12 კითხვა. ერთ გადაცემაში გაიჟღერა ასეთმა მოსაზრებამ. ბევრი პოლიტიკოსი სანამ თანამდებობაზეა პრობლემებს ვერ ამჩნევს, მაგრამ მოხსნიან თუ არა, თანამდებობიდან მისთვის ყველაფერი ხდილული ხდებაო. ამას უწოდეს X-ის ფენომენი. ნეიროფიზიოლოგების ნაწილი თვლის ჯალღუზისებრი სხეული არის X-ი. ეს მოიცა წინადადება უნდა წავიკითხო. თვლის მძიმე ჯალღუზისებრი სხეული არის X-ი. დაასახელეთ X-ი ორი სიტყვით. ეს უნდა გავიაზრო საკმაოდ რთული კითხვა გადაცემაში რომ X-ის ფენომენი არის X. ანუ ხილული ხდება ანუ ეს თვალებზე ან სიბრმავეზე არ არის ვარდისფერი სათვალის ფენომენი ხო არ არის. ანუ თუ იქ რო ხარ სანამ იქ ხარ თანამდებობაზე ყველაფერს ამჩნევ და მე მოიხსნიან თუ არა რეალობას ანუ ვერ ამჩნევ და მე რეალობას ხედავ რა. და ჯალღუზისებრი რას ნიშნავს ხო არ იცი? მე არ ვიცი. სიტყვა პირველად გავიგე. ჯალღუზისებრი სხეული. ანდა მე მეანატილი არ მომწონს თulis რომ ის არის X-ი რა არის. ვარდისფერი სათვალე. ეხლა ნეიროფიზიოლოგებს შეხედე მაშინ ანუ ნეიროლიც არის და ფიზიოლოგია სხეულს ეხლა რაღაც ის არის რაღაც ნეიროფიზიოლოგიური რაღაც ფენომენი მაგალითად მარა კანი ძვალი რაღაც ორი სიტყვით გზნობის რაღაცა რა შეიძლება ხო არ ვიცი მე ვარდისფერს სასვას დავფიქსე მაგრამ არ გონია რომ სწორი პასუხი მესამე თვალი ეს პროსაი მარა ნახოთ ისევე როგორც დანახვისთვის საჭიროა გარკვეული დისტანცია ზოგიერთი პრობლემებიც ჩნევს მაშინ რომელიც თანამდებობას მოშორდება. ჯალღუზისებრი სხეული იგივე ფიზი რომელიც ხერხემლიდან
რომელიც ვითარდება შუატვინის დორსალური ნაწილი. განსხვავებით აი ჯერ შეთქვი მოდი და მე მივიტყვი ჩემს აზრს. ხო, ანუ მძიმე კითხვა იყო რეალურად და მე არ მომეწონა, იმიტომ რომ მესამე პირველ ნაწილი ლოგიკურად არის იქ მესამე თვალის ფენომენი რა არის? ან პირველ ნაწილი არის ლოგიკურად და მეორე ნაწილიც არაფერს არ გაძლევს რა, ვინც აიღო ყოჩა მესამე თვალის ფენომენი არ ვიცი რა. შეიძლება ვინც რაღაც სპეციფიკური ცოდნა აქვს, მაგან დაუშვათ იცის რა, რომ რაღაცნაირი შეგრძნების ორგანო ვითარდება და მაგას მე ესე ეძახიან, მაგრამ სხვანაირად ვერ ანუ რთული ეს არის ლოგიკური ბმა ჩემი აზრით პირველი და მეორე ნაწილი. შენს ფიქრობ? ანუ ნახე, პირველი ლოგიკური ჩემთ არის თავის თავში ჩატოვა რა, რომ შეხედო ცალკე აგებულს, იმიტომ რომ ხილული ხდება, აშკარად მინიშნება, რას უნდა წერო სათვალე თვალი ან რაც ეძება, ხო? ეგ ჩვენ თქვით და მივწავეთ მასე, მაგრამ ოკეი, ნუ მესამე თვალი პირდაპირ ესე არ შეიძლება ბევრი ვერსია გაგიჩნდეს და მეორე ნაწილში თუ ამის რომ მე გადაფილტრო ვერსია. მაგრამ მეორე ნაწილში სულად ფაქტობრივი არის. და ესეთი ფაქტობრივი რომ რა ვიცი, შეიძლება მარტო იქიმება იცოდე და ესე რომ შევხედოთ, ხო? ანუ ცოტა რთული არის მაგითხვასთან მაგ ნაწილთან რამე გააკეთო. ამიტომ მეც არ მომწონს. ანუ პირველი თითქოს ნორმალური ნაწილი გამოდის, მაგრამ მეორე ისეთი ნაწილია რომ მე კითხვა უღებელი ხდება. ანუ მესმის რომ რაღაცა ადამიანის ხელთან იყოს კავშირში საბოლოოდ, უბრალოდ აი არ მიყვარს ერთი კითხვები რა, რაღაცა ფაქტობრივი რო წერია პირდაპირ, ლოგიკური ნაწილი არა აქვს. იმანაც გააჩნია ხა თუ წელი წერია ნაწარმოების ან რაღაც ხვდები, ანუ ეგეთი ფილტრი მესმის კიდე. მაგრამ აი როგორ თქვა, ძალიან სპეციფიკური ნიშნავს ვერავინ ვერ გაიგებს რა უნდა კითხოს. აი ეს ხო, წელი რაღაც პერიოდს ფილტრავს და რაღაც შეიძლება დაახლოებით ფიქრის არეალს გაძლევს, მაგრამ ეს ანუ სადმე სპეციფიკური არა. სიტყვაც ან მაგის სხვანაირად ეს შეიძლებოდა რა, რაღაც ანუ უკეთესად მოტანა რომ რაღაც მოკლედ იმას ფიქრობ რა ხო ეს მე არ მომეწონა. თან რეალურად მე-12 კითხვაზე რომ მესამე თვალია ამ მაგას მე ვეხრობი მე თქვა. მეც მესამე კითხვა რომ კარგი არის. მეც მგონია რომ კარგი არ იქნებოდა რა მაგალითად, მაგრამ მე მაგალითად რედაქტორი რო ვიყო დასადი მე-15 ან მეორე ტურის მესამე ან რაღაც ეგ უფრო საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მესამე ჯერ ერთი რომ ესეთ მეტად რთული არ უნდა იყოს და არ უნდა დათქვინო მოთამაშეები ასწავლონ პირველ ლიგაში, მაგრამ ეს გადაწყვეტაც ის არის რავი. მოკლედ მე რა ვიღებდი ამ კითხვას ვერც სუპერლიგაში, ვერც პირველ ლიგაში და ვერც სხვა ლიგაში. ამიტომ ვერაფერს ვერ გავაკეთებ. მოდი ახლა გავაგრძელოთ, მაგრამ მე-13 კითხვა არ გვაქვს. მოდი ესე რა ხდება მე-13 კითხვაში? არ ვიცი, ერთხაზიანი ის არის და წყარო მარტო მოიცა. მაიცა, იქნება რაღაც, ნელა გაყევი აბა. არა, მოიცეცი რას ვიზავ. მე ორიგინალი პაკეტიც მაქვს. იმას გახსნდა და ჩამოსკროლო უბრალოდ მე-13 კითხვაზე და მე დავხურო. კი ბატონო, მანამდე ერთწუთიანი შესვენება. კი, ერთწუთიანი შესვენება. პირველ ტურში ვაფასო ისე, რა ვიცი, მარტივი ტური იყო და შენ 9. რაც კითხვები იყო პრობლემატური თქოს შეიძლება, მაგრამ სხვა მხრივ ანუ ცუდი განცდა არ დაუტოვებია, რო არ მოგატყუო. ჩვენა ვერ ავიღოთ მე-4 კითხვა. ეს სპარტანს გათითრებოდ პაკეტი ხო არის. სპარტანს ეძახით ნეფერაძის. დიახ. მე-14 არის ნახე შენთან გვემოთ. ოფსი. არ მინდა. მე მგონი შემთხვევით ჩაიტანე დანომრილი და აი ოკეი. მოდი აბა კონტროლ-Z-ით დავაბრუნებ რაღაცებს. ოკეი. მართალი ყო ეგ ყოფილა. всё გავარკვევთ ჩვენი პრობლემა, ამიტომ ხო პირველ ტურში შევაფასო მეც გონია რომ ცოტა ის იყო. საინტერესო თამაში იყო რაღაცები ძალიან შაბლონური ჩემთვის, რაღაცებს 1-2 კითხვას ფილტრი აკლდა. ჩემთვის, მაგრამ ნორმალური სათამაშო კითხვა იყო რა. 10-დან ალბათ 7 მაქსიმუმ დავწერდი პირველ ტურს. ნუ მე არ შევაფასებ მასე. მაგას. არა, ეს უბრალოდ პირობითია რა. აბა სკალა. კი. ჩემი სკალა. კაი, აბა გავაგრძელოთ.
ჰონკონგში მდებარე ლიპოს საოფისე კომპლექსის მოიჯარეებმა თავიანთი გაკოტრება არქიტექტორებს დააბრალეს. საქმე იმაშია, რომ შენობის ფასადის შადრევნიდან წყალი გაედინებოდა გარეთ, რაც X-ის წესების დარღვევას წარმოადგენს. პორტალი TICAS X-ი პოპულარული ინტერნეტ რესურსია, რომელსაც საკუთარი მაღაზიაც კი გააჩნია. დაასახელეთ X-ი ერთი სიტყვით. აქედან ჯეჯერა ყველაფერი გავგებარია ჩემთვის. არა, ნახე, პირველი ნაწილი მე მგონი ფაქტადაც ვიცი, მაგრამ მეორე შეხდება ვერ გეტყვი. პირველი არის წეს ფენშუი. ანუ ფენშუის ის დაარღვია და მაგიტო არ იმუშავა ამ ყველაფერს. ჰონკონგი სტოიკური არის. კარგია ხო. არა, აი TICAS ფენშუი რა არის არ ვიცი. შეიძლება product placement-ი არის პაკეტში და ამას მივესალმები. მარკეტიზაცია და კომერციალიზაცია რას პაკეტების საინტერესო დგომა. რასადროში რაც უფრო მეტი ფული ჩაიდება ობიექტურად, ყველასთვის კარგი იქნება. ამიტომ ყველანაირ იმას product placement-ს მივესალმები, მაგრამ კითხვის აღებაში რამდენად გეხმარება TICAS ფენშუი საკუთარი მაღაზიაც კი გააჩნია. მაღაზია თუ გააჩნია, ესე იგი შეიძლება რომ ვიღაცები ნაყოფიც არიან. შეძენილი აქვთ ან იძენ რაღაცას არ ვიცი ფენშუის. რა უნდა შეიძინო? არ ვიცი. ეგ მეც მაინტერესებს ან ფენშუის მაღაზია. ფენშუის გიჯერა, მოდი მე ვკითხავ ეხლა ამას. ბიჭო, ჯერ არა. სიმართლე რომ გითხრა, ჯერ არა, მაგრამ შეიძლება ამ კითხვის მე შეიძლება დავიჯერო. მაპატიეთ, უბრალოდ ეს არ მიაქცევთ ჩვენ იმას ყურადღება, ფენშუი. ფენშუი ჩინელები დიდ ყურადღებას აქცევენ სივრცის ჰარმონიზაციის ხელოვნებას. ფენშუი, რომელიც აგეგმარებენ, მოკლედ გასაგებია, რომ ფენშუის განმარტება. ხო, აი მეორე ნაწილი არ ვიცი რა, ეს მაინც კომენტარი ეწერა TICAS ფენშუიზე რამე? არა. ასე მის შენობიდან არაფერი არ ეწერა. მაშინ product placement-ია, თქვათ ეგრე და გავაგრძელოთ. კი, უბრალოდ მაინც ვიტყვი, რომ ცოტა იმას რასაც გულისხმობ. ამეთ პროფესიონალური ლიგება და გადაქცევას ამ დაბალი ლიგებისაც იმას გულისხმობ, რომ საინტერესო სათამაშო იყოს ყველასთვის. ანუ ეს გაშაგებია, რომ იცინებდა რაღაც პირველ მეორე ლიგაზე და ეგეც საჭიროა. მაგრამ ზედმეტად ბევრი ესეთი ფაქტი უკვე იმას გიტოვებს რა. მგონია რომ პირველ ლიგასაც არ დაუტოვებს განცდას. რა იქ მაინც უნდა მიხვიდე სათამაშოდ რაღაც ის დაიკმაყოფილო რა. ნუ გართობის ნაწილი მესმის პირველ ლიგაში 1-2 კითხვა. შეიძლება მიეტანა იცინო, მაგრამ დანარჩენი არ ვიცი რა. ნუ ჩავთვალოთ რომ ესეც product placement-ია და მაგის ნაწილია, ამიტომ. ან მეორე ნაწილი რა ქონდა კითხვა, შოვა დაისმევდა და აიღებოდა. კი, რა ჩოლა, ანუ მეორე ნაწილი ვაფშე აჭირდებოდა, ამიტომ. მაგრამ მოკლედ რა. აი, ეგეთი კითხვა ჩვენც ჩაბარდეს, აი, რავი, თბილისში არსებობს ბარი სახელად რაღაც. და რა ყოფია 5 კაცი მაგბარში. კი, ამიტომ. ხო, როგორც თქვი, არ გეხმარება კითხვის აღებაში და ამიტომ. ჩემი უკმაყოფილება მაგან გამოიწვია. მე-14 კითხვა. თავდაპირველად ტერმინი X-ი მხოლოდ ცხოველთა ორთაბრძოლებისას გამოიყენებოდა. ერთ სტატიაში მოყვანილია მოსაზრება, რომ ბულგაკოვის პერსონაჟი შარიკოვიც ერთგვარი X-ია. ნუ ალბათ დაასახელეთ X-ი ხო? დაასახელეთ X-ი ხო? შეიძლება ანგლიციზმით იყოს და underdog-ი ან რაღაც იყოს. Underdog-ი, შარიკოვი რომელია გახსოვს არ მახსოვს. ისა ძაღლი არის თვითონ. ძაღლია, ოკეი, ის არის ხო? კი. Underdog-ი ძალიან კარგია. უბრალოდ არ ვიცი. ცხოველთა ორთაბრძოლა კარგია. დოქთან კიდევ რა ძაღლთან შეიძლება შარიკოვი Underdog-ია. Underdog-ი რატო არის შარიკოვი არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ შარიკოვი ხო მართლა ძაღლი არის, მე ეგრე მახსოვს. ნუ ანუ უბრალოდ ადამიანია ძაღლის იმით. ხო. ამიტომ შეიძლება, უბრალოდ კიდევ რამე ტერმინი ხო არ არსებობს. კიდევ ფრე კოქტეილი, მაგრამ ძაღლთან აღარ მიდის უკვე. ანუ რაღაც ქათმების მამლების ბრძოლის გამო ხო არ იყო მეთქი რაღაც. კი. მაგრამ Black Horse, რა ვიცი, Black Horse-ი Dark Horse-ი შეიძლება იყოს. მაგრამ ისო ძაღლთან არ უკრავდება. კარგია კი. შარიკოვი ძალიან ადრე მოგცა კითხვა. აი, სიომეც ანგელოსურ ტერმინი ეს ყოფილა.
მოგესწრებოდი. ну ისინი ტერმინიან ანგლიციზმი შეგიძლია ამ დროს თქვა და კი, ანგლიციზმი რა თქვა. კი ბატონო, ეგ იყო რეალურად დერდოგი ქვია. ხო, ესეც არის. მარტივი კითხვა. არა, უბრალოდ რატო არის ანდერდოგი ეგ მაინტერესებს შარიკოვი წერია კომენტარში? არა, არ წერია. არა, მეც მაგას ვერ ხვდები ანდერდოგი რას ნიშნავს. უპატრონო ძაღლი შარიკი წარმატებას აღწევს. მაგარ წარმატებას აღწევს აუცილებლად, მაგრამ ну ხო, რატო არის ანდერდოგი რაც გაგებით მესმის, კი ბატონო. ერთგვარი ანდერდოგი შეგვიძლია თქვა რა. ჩემთვისაც არ არის идеალური შედარება, მაგრამ შედარების საფუძველი არის ახლა კალამბურის. ну გეხმარება კითხვაში, რომ ძაღლზე გახვიდე ძაღლზე გახვიდე, კი, ამიტომ თამაშობს კითხვაში. კი, ეს კითხვა მგონი ვიცით, შენც ხო იცი, ხათვანიკემ რო ჩააგდო ჩატში. მაიცადე? რომელი კითხვა მე-15? კი. თუ არ იცი, მაშინ ვიფიქრე. დასავლეთ საქართველოში სოფლის ქვედა საზანოსთან იყო მცირე ზომის ციხესიმაგრე, რომელსაც ადგილობრივები შემოსევებისას აფარებდნენ თავს. ამ ციხესიმაგრეს მშიერი ქედი ეწოდება. სახელის წარმოშობა დაკავშირებულია X-თან. დასახელეთ X-ი თუ ის ერთისა და იმავე ასოზე იწყება და მთავრდება. მე ეს კითხვა არ ვიცი რა. მაშინ აბა იფიქრე, მე გავჩვენდები. განერია იმაში ერთ-ერთ ჩვენ ჩატში შემთხვევით ჩაგდო თორნიკემ თუ გამოიცნო. ქედი ეწოდებოდა ანუ ხალხს შიოდა და თავსაფარად დიდხანს თუ მის შიერი იყო აქ მოდიოდა თუ რა ხდება. მე რომ ნიშნება. არ ვიცი კონი არ არის და არა, ლოგიკური კითხვა. просто უბრალოდ ანუ რა ვშა მანანა იყო, საციური მანანის გამო არ ვიცი. და იმავე ასოზე იწყება და მთავრდება. უი, ყველა ხმანი იგივე მეყვა ბოდიში. აგავა მაშინ, ხო ხდები როგორი პასუხი? გასაგებია. ან იზე შეიძლება დაიწყოს, ან ეზე, ხო, რა შეიძლება მაშინ. მშიერი ქედი, ხალხს შია სავარაუდოდ. ვიცი, ხალხი და ქართველი შეიძლება ლობიოს მახსენდება, მაგრამ ნუ გარშდება მესმის. ვახ. არა. ნუ შევასწავლენ თავს, აქ ვართ ყველანი შია. ანატოლი წარშდება, არ მოსვერსია. ალყა. What? ალყა, ხო, კომენტარი მტრები ხშირად აქცევდნენ ამ ციხესიმაგრეს ალყაში და იქ გამოკეტილ მოსახლეობას შიმშილი უწევდა. ხო, აქ ჩვენი მეგობრები რაღაცებს თამაშობდნენ ხოლმე და მე გამოვედი მჩეთიდან, იმიტომ რომ აქ თამაში მინდოდა, მაგრამ ანუ ის რაც ნახე და მე ჩემი ყურადღება მიიქცია წყარომ რა. წყარო არისო? უბრალოდ ეს არის. ადგილობრივის მონათხრობი. ხო, ეს კარგი არის. მე ნახე, გააჩნია რა ეგეთ ავტორის მიერ გამოცდილებებს რა. ეს საინტერესო არის, იმიტომ რომ რავი, შეიძლება ეს ვერ წაიკითხო, რავი. ეს კი რო იყო, შეიძლება 1950 წლის რომელიღაც მონოგრაფში ამოიკითხო, ხო? ხო. ამიტომ არ არის პრობლემა. მაგრამ მე კი პრობლემა მოხდა ალყასთან, ანუ ის როგორ რაღაცა არის, ცხადია რომ ალყა არის, იმიტომ რომ შემოსევარ და ციხეში მიდიხარ. უბრალოდ ალყის სიგიდეზე სხვა რაღაცას აშკარად, ანუ ალყა შეიძლება 10 გამიელა თავში, მაგრამ აი მე ნათქვა რომ აი ალყის მერე რა ხდება? რამ გადაარჩინა ალყის მერე ეს ხალხი და მაგიტო ქვია თუ რა ხდებოდა? ნუ არ ვიცი, მე ეგრე შევხედე ყოველ შემთხვევაში. ბიჭო, უბრალოდ მე ესეც წყაროებთან დაკავშირებით, ჩემის რაც არის რა, კიდევ ერთხელ რომ ცოტა ისე რომ წავიდეს პროფესიონალური მართლა, ესეც წყაროების შემოწმება რამდენად შესაძლებელია, ხო ვერ შეამოწმებ და გასაგებია რომ პირველ ლიგაში არ იქნება ეგეთ შემთხვევა რომ ვიღაცა მოგივიდეს და მოგედავოს და რაღაც ან რატო არ იქნება რა მაგასაც ფიქრობ რომ რამე უფრო ის რომ მოვიდეს რა თანაბარწმუნებელი ვერსია ახლა ალყა მოგივა გასაგებია რომ რაღაც ლოგიკურია დაწერ და რაღაც მაგრამ უფრო თანაბარწმუნებელი ვერსია რომ მოგივიდეს როგორ შეამოწმებ რა არა ვერ შემოწმებ ანუ რომ დაწერო აპელაცია სიტყვაზე მანდ რა შვები არის მანდ გაიწყოს მე რეჟიური ალბათ ხო, რამდენად შენი პასუხი უფრო ლოგიკურია თუ იმის, ალბათ მაგას უნდა დაიყვნოს მარტო და ამიტომ არა მეც მაგას გეთანხმები რომ წყაროების მონაფრევანი ძალიან კარგია რა, ამით უმეტეს თუ ისე ის არის ლეგენდა თქმულება და რაღაც ქართული თემატიკის მაგას მივესალმები, მაგრამ უბრალოდ რაღაც მართლა რომ მაგ მიმართულებით წავიდეს მოვლენების განვითარება, მე ანუ იმას გულისხმობ რა პასუხი სხვა რომ მოგივიდეს, მე უკვე რთული ხდება რა. რამე იმის გამოტანა, ამიტომ
ერთადერთი შენიშვნა მაგასთან დაკავშირებით გქონდათ და შენაც ახსენე პრინციპში ეგეც ის არის რომ ალყა ძალიან ცხადია და მე რაღაცებს ფიქრობ რა ამიტომ არ ვიცი ეს კითხვა ცოტა ისეთ მარტივი მაგრამ მაინც მგონია რომ იდეალური არ იყო კაი აბა გავაგრძელებთ ერთი ვერსიით საბრძოლო შეძახილი რომლის ნაწილიც მოგვიანებით კოქტეილის სახელწოდებად გამოიყენეს გავრცელებული იყო ესპანელების წინააღმდეგ მებრძოლ სიერა მაესტრას აჯანყებულთა შორის დაასახელეს ეს კოქტეილი სანგრია კოქტეილია? არა, სანგრია არ არის. სავარაუდოდ კუბა ლიბრია. მე მგონი. კაია, ძალიან კარგი არის, ანუ თავისუფლება კუბას და ხო, სიერა მაესტრა ძალიან ის არის, სანგრიაც ალბათ ის არის. რომ სიერა მაესტრა მგონია რომ უფრო ეს არის. ძალიან კუბურად ცხერს ჩემთვის რა. არა, ჩდება კარგად ყველაფერში, რა ვიცი. ეს ძალიან ჩემთვის. მარტივი ასოციაცია, მაგრამ რეალურად ნორმალური კითხვა სავარაუდოდ. მოდი გავაჩერებ, იმიტომ რომ რა ძალიან მგონია. იქ გაჩერე, აუცილებლად კუბა ლიბრე იქნება აქ. კუბა ლიბრე. საინტერესო ფაქტია, კი, უბრალოდ და კუბა ლიბრე მდებარე სიერა მაესტრას მთებში მოქმედი პარტიზანების შემთხვევაში გამოდიოდნენ შეძახილი. არ ვიცი ესპანური იპორ კუბა ლიბრე, თავისუფალი კუბა. არა, პორ არის წესი ეგონი. პორ და სახლის ნიშანია გადატრიალებული. პორ კუბა ლიბრე, თავისუფლება კუბისთვის. კი ბატონო. ნორა ის არის, ან მარტივი, მაგრამ ლოგიკური ნაბიჯები სჭირდება რაღაც რა იყო. თან ლოგიკა. აქ რა კიდე საინტერესო. იცი, იმიტომ რომ ზოგადად რასტროდიში ნამუ გამოსვლიდან გამომდინარე რა, შეიძლება კითხები კონკრეტულ კოქტეილებზე და დაბალ ლიგებში სიტყვაზე რა, გუნდების რომელსაც სურთ რომ ავიდნენ მაღლა და მაღლა, ხო და ადიან. საინტერესო არის იმ ხრივაც რომ ანუ ეჩვევიან რომ რაღაც კითხვები შეიძლება მოვიდეს კონკრეტულ კოქტეილის სახელზე, ანუ მოსულა კითხვა კუბა ლიბრეზე, რავი, სექსი პლაჟზე, 1000-ჯერ დასმულა ალბათ. ბატონო, კიდევ არის რაღაც სისხლიანი მერიზე თქვენი იქნება და ასე შემდეგ. კი, რავი, მაჰეტენი და ასე შემდეგ, რა ვიცი, ბევრი ვერსია არის. ხო, მაგაშიც გეთახმები და სტრუქტურაც მარტივი და მარტივად დასახთქმელია ჩემთვის რა. ყველა პერიოდში კითხებში რაც ვაფასებ იმას, რამდენად მარტივად აღსათქმელია რა. მაგაი, აი იყო ჩემი კომენტარი, გავაგრძელოთ. ერთსამ ბოდიში ადი. გონი ის გადათრებული რა იყო? გონი რაღაც კომენტარი არის თუ რა არის? მოდი გონი ისო რაღაც ის არის. რას დააჭირე ამისთან ეს? დააჭირე კი. თავისუფალ რაღაც ეს ამეშინია რა ჩამოსკროლ. ერთი ვერსიით აქედა მომდინარეობს, რომისა და კოქტეილის ბაზაზე დაფუძნებული კუბის ეს მოკლედ რა. კომენტარი გასაგებია. მოდი მე კი მარტივი დასახთქმე. მე-17 კითხვა ვნახოთ, აბა რა იქნება. ყურადღებით მოისმინეთ ან ჩაიწერეთ ხო? ანუ ეს უკვე მეორედ შეგვხვდა რა. ეგეთი ვაშკად ანუ ავტორების ის არის ენა. ხო, ეგეც თავისებური ის არის. ხო რა იქ მაგრამ ხო ცოტა გაბნევს, მაგრამ სტანდარტიზებას ვემხრობი მე სტანდარტიზებას ვემხრობი კი რაღაც ფორმულირებებში და რაღაცეებში სტანდარტიზებას ვემხრობი თვითონ კითხვებში არა რაც მრავალფეროვანი კითხვები უკეთეს ყურადღებით მოისმინეთ ან ჩაიწერეთ ერთ ფილმ კატასტროფაში ასტრონავტები ხვდებიან რომ თვითონ უნდა დაიღუპონ რათა იხსნან კაცობრიობა სიმბოლურია რომ კოსმოსურ ხომალდს რომელშიც ეს ასტრონავტები იმყოფებიან ეწოდება მისია. წინადადებაში ერთი სიტყვა მცირედითაა შეცვლილი. აღადგინეთ ეს სიტყვა საწყისი ფორმით. ესეც ძალიან მარტივი და სწორხაზოვანი კითხვაა. უბრალოდ მე ვერ ხვდები რამდენი მესია არის ვერსია ხო? კი, მესია სავარაუდოდ სწორი პასუხი. რამდენი შეიძლება იყოს პაკეტში ესეთი რა. არ მინდა ეხლა ესე გამოვიდეს ელიტისტურად და რაღაც სუპერლიგის მოთამაშე უყურებს. მაგრამ რამდენად საინტერესოა თვითონ პირველი ლიგის მოთამაშისთვისაც მაგის მიხედვა და მაგის აღება, რომ მისია კი არა მესია, არა ვიღაცამ თავი გაწირა კაცობრიობის გადასარჩენად. და იცი რა არის ლოგიკური კითხვაც არის ჩემთვის. როგორ ლუკა? ნახე, უბრალოდ კითხვაც არის, რომ ფილმ კატასტროფაში ესეთი ფრაზა, ანუ უბრალოდ ტერმინი პირველად გავიგე მაგალითად. ფილმი კატასტროფა მეც არ ვიცი.
რამე ჟანის შესაბჟანი შეიძლება იყოს, რომელსაც ეგრე. ხო, რაც აპოკალიფტური, არმაგედონი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფილმი, რა ვიცი. აპოკალიფტური ჟანრი გასხდება სავარაუდოდ. არც აპოკალიფტური არ ვიცი. Ну, მოკლედ მესია და ესეც ზედმეტად მარტივია უკვე. Deep Impact ყოფილა. ოკეი. ეს იცი რა არის? ერთ წელს გამოვიდა ორი ფილმი, ორივე ასტეროიდზე და ორივე რომ გადაგარჩინა უნდა დედამიწა. ერთი იყო არმაგედონი და ერთი არის Deep Impact-ი ზუსტად. იგივე წელს გამოვიდა ორი ფილმი. ხო, მართლა იქ მართლა 2000 წელს ელოდნერ ეთყობა რაღაც იმას. მართლა დასასრულს ყველაფრის და იღებდნენ და იღებდნენ, ხო? ახლა მეორე ლიგის კითხვა უფრო მგონია ვიდრე პირველი ლიგის. მაგრამ რა თქმა უნდა აქვს არსებობის უფლება კი არა, აუცილებლად აქვს. ალბათ ჯობს ბოლომდე გავიდეთ მაგხრივ, რომ იქნება ეხა გართულდეს, რა ვიცით, ხო? და მე ასევე ალბათ ჯობეს იქნება რომ დავადაროთ, თვითონ გუნდებმა მოთამაშემა რამდენმა აიღო ეს კითხვები. შეიძლება ჩვენ მარტივი გონია არ იყოს, ან ჩვენ რთული გონია, პირით მარტივი იყოს ყველასთვის. მაინც. კაი, აბა ნახოთ. მე-18 უცნაური კითხვა ჩანს ჩემთვის, მაგრამ წავიკითხო. ის დაიბადა 1945 წლის 6 აგვისტოს. როგორც მშვიდობისა და აღორძინების სიმბოლო. ის აირჩიეს ზაფხულის მე-18 ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დამთებად, რომელ ქვეყანაში გაიმართა ეს თამაშები. ანუ ეს აქ გამოსაცნობი რა არის. სავარაუდოდ იაპონია და ნაგასაკში დაიბადა ვიღაცა. ვიღაცა არ ვიცი. ის წერტილებით რა დაწერია? თუ მე მეჩვენებ. არ წერტილებით ვიღაცა შეიძლება ინიციალებია ან ვიღაცა. სავარაუდოდ. ან არა, უბრალოდ შეიძლება ბეჭდითი შეცდომა ან ხო რა მოკლედ ლოგიკურად რომ ვიშალოთ 6 აგვისტოს ნაგასაკში ვიღაცა დაიბადა ტიპი, რომელიც ნაგასაკის დაბომბვისას დაიბადა და მე-18 ტოკიო რომელსაც 64-ში, ხო? 64-ში იყო. მე-18-ს რო გადათვალო ეხლა რომ საქართველოს არ გამოდის გამოტოვებებით. ხო, რა ვარ. კი. 4-4-4-ის მატება არ გამოგივა პირდაპირ. ხო, არა, 14-ში, 18-ში, 44-ში და რაღაც 40-ში და 44-ში არ ჩატარდა. და არც 48-ში. არა, 48-ში ჩატარდა. თუ არ ჩატარდა. არა, 48-ში ტრანსფერში ჩატარდა. კაი, ჩვენ ახლა რაღაც ცოტა უცნაურად ვიმსჯერთ, მაგრამ მე არა, ცხადი იყო აშკარად, ხა 6 აგვისტოსგან გამომდინარე. იაპონიას დავაფიქსირებ, მაგრამ მგონია რომ სხვა არც იქნება. აი, სწორშენიშნა ყოფილა, ინიციატივები ყოფილა. მაგრამ ეს ხო მე და შემიცოდით. რა. იმიტომ რომ წავიკითხეთ. და ვინც არ ანუ ვინც მოისმინა ეს შეკითხვა. ხო, აი ეგ საინტერესოა. უნდა მანდ ორი რაღაცა, ეგეთ კითხვებს რომ სვამ ალბათ. უნდა მიანიშნო თუ გინდა რომ ასე წაიყვანო მოთამაშე, შეიძლება არ სჭირდება. ანუ არ სჭირდებოდა არაფერში. მაგრამ ხანდახან რაცაც ბჭყალებში სვამ, ხან გონია რომ შეიძლება ღირდეს თქვა რომ ბჭყალებში ჩასმული რაღაც შეკითხვაში ან ღირდეს რო არ თქვა. მაგრამ ხო, აქ ართა. ანუ აქ კარგად დაიმთხო უბრალოდ თორე მოთამაშის არაფერი არ იცვლებოდა. არაფერი არ იცვლებოდა ან თუ ანუ თუ დავუშვათ მგონია რომ აქ არ იქნება, მაგრამ დავუშვათ თუ მეტად გინდა რა ვიღაცის გამოყენება. თუ მეტად გინდა, მაშინ ეგ პიროვნება უნდა რაღაც მე მგონია კითხვაშივე. არა, მე მგონია რომ რომელიმე წინა კითხვაში უნდა დასვა ამ პიროვნებაზე რაღაც და მე ხო სხვა წავედი და ის რაღაც და მე დაარიგო მასალა, კაი მოკლედ არა. ეგ შეიძლება კიდე მესმის კი რა სამოკი. მაგრამ მე ძალიან ზედმეტობაში გადავედი, ახლა აქ ეგეთ რაღაცები არ იქნება და ზოგადად მე საინტერესო არის უფრო რთულ პაკეტებს რო განვიხილავ. თუ განვიხილავ კიდე ალბათ მანდ ვისაუბრებ რაღაც ეგეთ რაღაცებზე, ახლა არ ჭირდება. ნუ მგონია რომ ის ხო სწორედ შენიშნე, მაგრამ აქ არ გვეხმარებოდა არაფერში რო კითხულობდა, უბრალოდ მე მარტივად იღებდი. იას უნარი ერქმეოდა ვფიქრობდი. მეც ეგეთ რაღაცას ვფიქრობდი. ისაო ვიღაცა იოსინორი საკაი. ყურადღება ჯობს ჩაიწეროთ. გონი თქვენ საპატიცემულოდ მოვიდა კითხვა, ამიტომ შენ გამვიდი რომ აიღებ. ალკალოიდი კაფსაიცინი ძირითადად მიიღება ჩილის წიწაკისგან. ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრეპარატებისა და სადენი გაზების დასამზადებლად. გზები, სადენი გზები.
ეს წინადადების ორ სიტყვაში ჩვენ გამოვტოვეთ ასოები. აღადგინეთ შესაბამისი ორი სიტყვა ორიგინალი ფორმით. სადენი გზების უნდა გახდეს სხვა რაღაცა. ცრემსადენი გაზების მართალი იყო, გაზები ყოფილი ბოდიში. კი. ეგრე წავიკითხე ხო? ცრემსადენი გაზებია მარტო ამ წიწაკარაში გამოიყენება. გამოცდილებაც გვაქვს ამ წუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ წიწაკასაც გამოიყენება, ხო, მე ავტომატურად გახსენდება. დანარჩენი, ესეც მარტივი, ყველაფერზე მარტივს ვამბობ, არ მომწონს, რა სხვა არგუმენტი არ მაქვს. მაგრამ ეს არის რა სწორხაზოვანი სადენი გზები ძალიან სასახელველოა და მე უნდა დავუმატო წიწაკასაც გამოიყენება. აქ რა არის, ლოგიკურ ნაწილს კი ფაქტად უფრო იცი რა ის რომ რა ვიცი, ჩილი ან კაფსაის, რო ნახო რა ისინი სიტყვაზე რა ქვია. თვითონ პეპერ სპრეიები, ხო? პირდაპირ ქვიათ ეგეთი სახელები რა, კაფსაიცინი პირდაპირ წერია და შემდეგ და რა ვიცი. კაფსაიცინი, არ ვიცი, მაგაზე არაფერს არ ვიტყვის ხოლმე. ხო, რა. დაე ისეთ ქვეყანაში გეცხოვრობს, რომ კაფსაიცინი მხოლოდ საკვები მიზნებისთვის ან არავი, არ გამოიყენება. არც როდიში, ხო? კი. აი. ხუმრობ, ვიხუმრე. ეს ის მის საით ხუმრობა იყო, ვინც არ იცით, ძალიან კარგი ტურნირი აქვს ლუკას და თავის კონჩა ჩატარებული პიურ კაფსაიცინი ქვია და მაგაზე იყო შიდა ხუმრობები და ვისაც არ გაქვს მე მოგინდება რთული პაკეტის გარჩევა თამაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლუკას და მე მოგცემთ. ვისაც მართლა სერიოზულად პროფესიონალურ თამაშს და განვითარებათ მოგინდებათ, გირჩევთ რომ აი ასეთ პაკეტებზე როგორც თუნდაც პიურ კაფსაიცინი იყო ხშირად ითამაშოთ. კარგი. არა, არაფრის. გულწრფელი კომპლიმენტებით შემგან და მესავიღეთ ხო მე-19-ე ჩავიწერე. კი. მე-20 მასალა. მე-20 არის დემი მური, მაინცა გავადიდებ. მაშინ აღარ გაადიდო არ არის საჭირო. ხო მაინცა. პოლოკივიდან რაღაც აცვია ხო თითქოს. კი რაღაც ჭყვიალებს დემი მური. ყურადღება, კითხვაში გამოტოვებულია ორი სიტყვა. ფოტოზე თქვენ ხედავთ გამოტოვებულია ორი სიტყვა კაბაში. აღადგინეთ ეს სიტყვები თუ ორივე ერთსა და იმავე სამ ასოზე იწყება. მურს რაღაცა მურს მაინცა თუ დემ არა დემის შეიძლება. ეს ერთივეა დემნა შეიძლება იყოს, მაგრამ მოდი მური და ვიღაც ხატვარი მურილიო არ გამარა რაღაცა ეგეთი ხო არ არის. დემ და დემნა არ მომწონს მეც. მორი და მორე არ მომწონს. მარე შენ კლიმტი თქვი ხო დემურ მონკი ხო არ არის? ჟუან მიროც არ გამოდის ხო? თუ მეცხვია. დემზე არის ვინმე ხატვარი? არა, არ იქნება ხატვარი. ხატვარიც არ იქნება, ხატვრის კაბაში არ მომწონს რა. ხატვრის მიხედვით შექმნილ კაბაში ან ნახატის კაბაში უფრო შეიძლება რა. დემი და დემნა მომწონს. მაგრამ დემნაზე არაფერი არ მიანიშნებს თითქოს. უბრალოდ უნდა იცნო აქ დემი მური და დემზე დიზაინერი, საინტერესოა რა. საინტერესო პირდაპირ თქვი. ცოტა დემ არ ვიცი, როგორი რაღაცა ეს კითხვა მე პირადად პრობლემა მაქვს. ის რომ გირიგდება რაღაც, ვინ არის უნდა თქვა და მე რაღაც კალამბური უნდა ააწყო. დემი დემნა პრაქტიკულად ხო ლოგიკური ის არა. რებუსია უფრო. რებუსი ხო პროსოლი რებუსი უფრო უნდა მეთქვა რა. დემი დემნა მარტივი შაბლონური ის არის რა. რაც თქვი რომ ალგორითმული რაღაც ვიღა. აქ ალგორითმული არ არის გირიგდება და ის არის უნდა მიხვდე და მური და ხო მე ჩვენაც ვფიქრეთ. სხვა ვერსია ვერც მოგივა თუ დემი მური იცანი. მურზე რა უნდა თქვა, არაფერი არ არის. მეორე ის არის ალტერნატივა აქვს, რომ თუ არ იცანი მაშინ რა შევები. როგორ იღებ? მაშინ თუ არ იცანი, კითხვას ვერ იღებ. ხო, აი ეგ არის. მეორე ვარიანტი არის, რომ კაბაში რახან წერია, მაშინ უნდა თქვა, რომ ვიღაცის კაბაში და მერე წავიდა ბალენსიაგა, ვერსაჩი, რავი დემნასაც იტყვი ალბათ და მერე თუ რაღაც მიაბი შეგიძლია აიღო. ხო, მაგრამ არ მგონია რომ შეიძლება ჩვენ თავისთვის დემური ცნობილია ახლა შენც ის არის. რატო ახლა საფტესი ხო გამოვიდა და რა ვიცი, შეიძლება ნახიამს ხალხს. რაღაცები კი.
არა მე ორი იმასაც საფრთხეში უშვებ ორივე რომ ვარიანტი. ვიღაცებმა არიციან რა ისეთი 6 კაციანი გუნდიც არის რომ შეიძლება დემიმორი ვერ იცნონ და თუ ვერ არა იცნეს მე მაგალითად აი გეტყვის այս ფაქტს რომ ბიონსეს ვერცნობ სახეზე ვერ აი რომ ჩამევას გვერდზე ვერ ვიცნობ. აი თუნდაც ფაქტი ეგ არის ხო რა მე ესეთ კითხვების ალბათ ადგილი აქვს 1 მაქსიმუმ 2 ასე მგონია 1 რა მაქსიმუმ ჩემი ხმაშე ჩემი ეს 0 არის. აი შეუფრად კაცრად 0-ია. ხო არა არიღება ანუ თუ არის არიღება და ეგეთი კითხვები არ მომწონს რა ხო ანუ რა დაგირიგე კითხვა არ უნდა იყოს ანუ რა დაგირიგე მან რაღაცა დაინახო ან მიხვდე რა მოხდა და იცი თუ არ იცი არ უნდა იყოს კითხვა და დარიგებულ მასალაზე მოთამაშისთვის თავარი ანუ რავი ასე იფიქროს მოთამაში მეგრე მგონია ზუსტად აბა 21 კითხვა ფილმში ოპენჰაიმერი მეცნიერის მეუღლე დასცინის უდაბნოში სახელდახელოდ გაშენებულ ქალაქს და აღნიშნავს რომ აქაურობას სრული ბედნიერებისთვის X-ი აკლია. ინგლისში X-ი შეიცავს გაორმაგებულ ინგლისურში X-ი შეიცავს გაორმაგებულ ხმოვანს. დაწერეთ X-ი გნებავთ ქართულად, გნებავთ ინგლისურად. აბა რა ვერსია გაქვს? არანაირი. შენ? არც მე არანაირი. ანუ ოაზისი ой ინგლისური რა თქოს? ოაზისი მაგიტომ მეგონა მაგრამ არ ჟდება მესმის რაღაც ეგეთი ხო არ ბინდის ის ხო არ არის სახელდახელოდ უდაბნოში რამე უდაბნოში ვინ გაშენა აი უდაბნოში რამე ქარის სახეობა ხო არ არის ან რაღაც ისა რა ქვია რა ქვია უდაბნოს არა მუსონი ადიუნი არა მუსონი რაღაც საამური არა რაღაც ეგეთი ვახ არ ვიცი არა ქარი არ იქნება გელი ხო არ არის რომ დავუშვათ როგორც სამაგოჭმა აშენა ეგ დაცინო გამოდის ვულფი ხო ისე იწერება 2-20 არა კაცო არ იწერება არა 1-20 არა ვირჯინია ვულფი იწერება მაგრამ გელი არა ვერ მივხვდი ერთი წამი ვერც ანუ ოაზისი უდაბნო აკლემი ბედუინი ქარავანი რა სიტყვები გასცემდება არაფერს არ შევიდა სახელდახელოდ გაშენებულ ქალაქს აკლია X სრული ბედნიერებისთვის. ვა. არა, გავინუსტ. სალონი. Wild West-ის ვარიანტში, ოკეი, გასაგებია. ველური დასავლეთის. სალონი, ხო ის საკლია, ხო ის ნიუ-მექსიკოში რო იყო ეგ შეიძლება გვეთქვა, აი ქალაქი, მაგრამ არა, მე მგონი ეს კითხვა უნდა აგვიღო პირველი და მე მგონი ამ კითხვაში, ანუ აღებადი კითხვა არის თავისუფლად და უფრო Wild West-იც მიდის, მაგრამ კი არა, არის ეს კარგი, ნორმალური კითხვა იყო. უბრალოდ სიტყვა სახელდახელოდ რამდენად თამაშობს ამ კითხვაში, კარგად მე ვერ ხვდები. ხო, არა, აი სახელდახელოდ გაშენებულ არა, სახელდახელოდ ხო რა შუაშია. ეგ ძალიან გაბნობს, კი არ თამაშობს კარგად, ძალიან გაბნობს რა. იქ ჩვეულებრივ ის არის. უდაბნოში გაშენებულ ქალაქს რო თქვა, რავი რა შევდება. არ ვიცი. ხო, სახელდახელოდ გონია რომ ან დაინგრევა ან რაღაც და მაგით ვფიქრობდი. ნუ არა, ამერიკულ უდაბნოზე უნდა გვეფიქრა მაინც ჩვენ, რაც აკეთებდა და ვფიქრობ, სასად იყო ოპენჰაიმერი აღთქვით და მე შეიძლებოდა აღება. მაგრამ ეს საინტერესო კითხვა იყო, საინტერესო იყო რა, თან რთული თან ისეთიც ლოგიკურიც და მე მომეწონა ამ კითხვას, მე-11 კითხვები კარგი აკითხო. 22 შეკითხვა. ნაწყვეტი სტატიიდან რობერტ ჰაინლაინის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის შესახებ. მოხდა დიდი სახელმწიფოების ვულკანიზაცია. ამერიკის შეერთებული შტატების ადგილზე გაჩნდა რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთს ხიად უპირისპირდებოდნენ. ახლოვდება დიდი სამოქალაქო ომი. წინადადებას ერთ სიტყვაში ჩვენ შევცვალეთ 200. აღადგინეთ ტერმინი თავდაპირველი ფორმით. ეს გასაგებია. კი, გასაგებია. ბალკანიზაცია იქნება სავარაუდოდ. რომ ბალკანეთი დაშლილი არის და ერთმანეთში ომები. ეგ ცნობილი ტერმინია. სავარაუდოდ ახლა გავაჩერებ და მე კი გაჩერე.
მეგონია აქვე სხვა ისე არ გაჩნდება. არ გაჩნდება, ჩვენთვის მარტივია ახლა ფიქრო, მაგრამ პირველი ლიგელებმა რამდენად იცი. ან ტერმინი თუ არ იცი, მაგრამ ცნობილი ტერმინია ისედაც თუ ვინმე პოლიტიკური მეცნიერებების ან ახლო მსგავსი დარგების იმაზე სწავლობს, წესით ნებისმიერ სახელმწიფოში შეგვხვდება რა პირველ რაღაცა ეგეთ იმას გლობალურ პოლიტიკას რო განიხილო, ტერმინი აუცილებლად შეგვხვდება რა. მეორეც თუ არ სწავლობ, მეორე ის პრობლემა რომ თუ არ სწავლობ რთულად დაშვება, მაგრამ ეხლა ამ გონია რომ ესეთი ცოდნა რამე სპეციფიკური რომ ის მოთხოვთ რა, დემიმურის ცოდნა უფრო ის არის რა, უფრო რაღაც სპეციფიკური ვიდრე ეს მგონია, ამიტომ არა, ბალკანიზაცია თან ისე ტერმინია, ანუ შეიძლება სხვა სფეროებში გადადიოდეს რა და ანუ არ არის პრობლემატური მაგხრივ. ერთხელაც რატო იწერში იქნება რა სწორია, რა იცი. რა იცი ახდება, მაგრამ მე მაქვს მეორე აი რაღაცა ჩემი აზრი არის ასეთი, რომ მე ზედ არ ვემხრობი უმეტეს შემთხვევაში ციტატების გამოტანას კითხვაში. რატო აბა, მე ეგეთი ანუ თითქოს გავს სატელევიზიო კითხვებს გავს თითქოს რა, ანუ და რეალურად სატელევიზიო არაერთი პრობლემა არ აქვს პირიქით. ანუ თავისი ნიშა აქვს ძალიან კარგი, უბრალოდ აი ნაწყვეტები ესეაც მოყოლა თითქოს აი მაგას განსგავსებით ცოტა პროფესიონალი ანუ ეს სპორტული და სატელევიზიო ასოციაციების განსხვავდება რაღაცეებით მოკლედ და ერთ-ერთი არის ეგეც ჩემი აზრით. რომ კითხვაში აი არის საჭიროება მოყოლა ასე ამბის. ნაწყვეტი და ის ალბათ ანუ რა ვიცი ერთი მოხილველი ამბობს რომ დაიშალა, რა ვიცი, ხა გამოყვები კითხვის მას, მაგრამ ანუ პრინციპი არის რომ ანუ პროცესს უდევს ვულკანიზაციას და მე ბალკანიზაცია არის პასუხი. მეც გეთანხმები ახლა ყველაფერში რასაც თქვი რა, რომ ის გრძელი კითხვები ციტატებით და რაღაც თუ რამე ის არ არის სპეციფიკური მინიშნება და რაღაც რა. და აი ჩაიწერეთ ლექსები. აი ეს არის დიდი ისა რა ქვია, აი რაც მე რავი შეიძლება მაგალითად სპეციფიკური რაღაც ის არის ტერმინზე ან ცოდნაზე მაგალითად ვიღაცა ემაიციან რომ თუ გრძელი ის რო არის ხოლმე სპეციფიკურ გამოცდილება თამაშებმა შეიძლება იციან რომ გრძელი კითხვებით რომ მაგას ეწოდება ბევრი წყალი და რაღაც მაგაზე კონსერვატორებმა იციან ეს ფაქტი ნამდვილად კი და მაგაზე შეიძლება იყოს მინიშნება ხო თან შენ თუ რამე ის არა სპეციფიკური დატვირთვა აი წინა ერთ-ერთი ჩაწერისაც თქვით რომ რაც უფრო მეტად შეუმცირე მოთამაშეებს ანუ სწორი მიმართულებით წაიყვან გაცილებით უკეთესია რა და მაგას არ აი მაგარი ედორ გდაზე ყოფილიყო ძალიან გზელი კითხვა ხო შეიძლება არ გამორიცხვა რომ რომელიმე ტურნირზე ვიღაცა მოიტანოს აბა 23 და გონელება გავდივართ ბოლოში. ეს პასუხი რა ხტროსორი იყო? გონი კი, ბალკანიზაცია კი. ბალკანიზაცია ხო ვინც არიცით, კომენტარშიც მე ნახავთ რომ ის არის რა დაშლის პროცესი და ის არის. ბალკანში რაც მოხდა 14 საათიან წლებში. ხო ნიკოსოვი დაიშალა და მე რითანში ომები დაიწყო ყველა სახელმწიფომ და სრებრენიცაში გენოციდი მოხდა. კი. ამიტომ არ ხდებოდა კარგი ამბები რა და იმის მერეც ხშირად გრძელდება ჯერ კიდევ იმ რეგიონში. უსურვოთ მხოლოდ კარგი საკალათბურთო ვარსკვლავები აღიზარდოთ და ომი შეეწყვეტოთ. ერთ სახუმარო კოლაში შეგვიძლია ვიხილოთ ფეხბურთის ვარსკვლავების კარიკატურები, რომლებიც მიირთმევენ არაჯანსაღ საკვებს, ეგრეთ წოდებულ junk foods. მაგალითად, ქარიმ ბენზემა მიირთმევს ბურგერს, კრისტიანო რონალდო დონატს და ასე შემდეგ. ყურადღება რას მიირთმევს კილიან მბაპე. ეს სახუმარო ეს გასაგებია რაც არის. მე არ ვიცი. ყუზე ვფიქრობ რაღაცას და ყუზე რასაჭველი არ ვიცი. რამეც სახელს ეძახიან მოდი ყუ არ არის? ან სპეციფიკურ რაღაც პერსონაჟის სახელს ეძახიან. ან ყუ რომელიღაცა ის არის კაცო, ანუ კუნინძა. და კუნინძები რა შეჭამენ? პიცას ბაზარი არა. მარტა აი ეს არის. გასვლადი არის. ხო, ანუ აქ რა კომენტარი გავაკეთო. მე გავაკეთებ ეთქონდეს რომ კაინბესეს მათ ედენ აზარი უნდა იყოს, რომელიც ბურგერების ძალიან დიდი მოყვარული აღმოჩნდა რეალში გადასვლის შემდეგ. კი, და რა ვიცი. სამწუხაროდ ხო რეალში არ თამაშა ესე. კარგად აქ სავარაუდოდ გქონია რომ გავაჩერებ დროს და კილიან ხო ის არის პიცა კილიან მბაპეს მეცახე კუნინძა, ნუ ეს პიცა. ეს გონია რომ საინტერესო პირველი გესთვის კაკრას ნორმალური კითხვა, იმიტომ რომ რაღაც სპორტული მარტივი თემატიკა ტურის ბოლოს
ვიღაცას ეწოდინება, გავხარდება და ლოგიკური ისიც არის, რომ პირდაპირ არ ჩანს პასუხი რა, კილიან მბაპეს რეალიები რა არის, ეგ უნდა იცოდე, ანუ ამ კითხვასთან მგონია რომ პირველ ეს დავამატებ, იცი? ეს დავამატებ. მე ზოგადად ასე დაკვირვება მაქვს, რომ ცოტა რთული არის, კარგია ნორმალური კითხვა დაწერო სპორტზე. კი. იმიტომ რომ აი რა ვიცი, უფრო პირდაპირ წერენ ხოლმე რაღაცეებს და თუ რაღაცა იმას წერენ ხოლმე, რაღაცა აი მეტაფორებით ან ალუზიებით, ძალიან აცდენილი ალუზიებია ხოლმე და ლოგიკური არ არის. ამიტომ ასეთი კითხვები მე პირიქით უფრო მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ სპორტზე კითხვის დასმა მე მგონია კარგი მოთამაშესაც, იმიტომ რომ დაწესებულა რომ უმეტესობა გუნდში ზის ერთი მოთამაშემაც რომელიც დაინტერესებულია განსაკუთრებით ფეხბურთით და როცა ამ თემატიკაზე კითხვა მოგაქვს, რა თქმა უნდა, ვისაც ანუ სასიამოვნო ფაქტი არის რა, თამაშო კი. პოპულარულ, ანუ რაც არის ხო ნიშნად რაზეც იყო, რომ უცნობი ფაქტი ნაცნობ თემატიკაზე რასაც როდის ხო ეგ ძალიან დიდი ხანი იყო. ეგ ნუ ის არის რა სტანდარტული ის არის, რომ ფეხბურთზე თუ უცნობ ფაქტის შორის და საინტერესო თუ მოიტან, ყველასთვის საინტერესო იქნება და ეს კონია რომ პირველ ლიგისთვის რაღაცნაირად მე მოხერხდა ამ კითხვაში, ამიტომ მე მომეწონა მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული სირთულე არის ხო ამ კითხვაში და აბა ფილმში როგორ გავთხოვდე მილიონერზე ერთ პერსონაჟს სურს მერლინ მონროს პერსონაჟს რაღაც დელიკატურად მიანიშნოს და ეუბნება ალბათ სათვალე სახლში დაგრჩათ ხო? დაასახელეთ ქართული ლიტერატურისა და კინოს პერსონაჟი, რომელიც აკეთებდა იგივეს, რაც იმ მომენტში მერლინ მონროს პერსონაჟი. ამიტომ დელიკატურად მიანიშნოს. რაღაც ხერხულს აკეთებს, ხო? და რაღაცას ეძებს, ხელებს აფათურებს თუ რაღაცას ჭამხوار, ანუ რაღაც არასწორად აკეთებს, რაღაც არასწორად ეხება, რა და ну ერთი საინტერესო ის არის რომ ქართულ თეატრსა და კინოს პერსონაჟები ეკრანიზებული ნაწარმოებია კი. რასაკეთებ? ხატია მე ვხედავ მზეს ასე ეგეთ გამაჩნდა ვერსიად, მაგრამ არ მოწონს ბოლომდე რომ არ მოგატყუა. რაღაც ხო ჭამდა. რაღაცას ვერ ხედავს, რას ვერ ხედავს? რაღაცა ძალიან აბსურდული ვერსია მაქვს და მაინც ვიტყვი რომ ლუარსოვ თათქარიძე ხო ბუზებს ხო არ ითვლიდან რა. კინო? ადაპტირებული ხო არის იქნება. ანუ უფრო შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო როგორ რაღაცა იცი, ანუ რა ვიცი, დუმბაძის უფრო შეიძლება იყოს რა, იმიტომ რომ ფილმი ცნობილია, ხო? კი, სათვალე მზეს უყურებდა. არ მოწონს უბრალოდ ეგ ძალიან. არა, აკეთებდა, ხატია ხო არ აკეთებდა ამას, უბრალოდ იძახდა რომ მე ვხედავ მზეს. არ ვერსია არ ქონია. მოდი მაინც ლუარსოვ თათქარიძეს დავფიქსირებ და ვნახოთ. გაუშვი. არა, მე მგონა რომ რაღაც ასეთის გადასვაზე. წინს უკუღმა უჭირე, ყვარიც უკუღმა დასცქერის. არა, ეს მეორე ფაქტი არ მარც ეს კითხვა არ მომეწონა. ну, არ მომეწონა რა, ჩემთვის რთული იყო ახლა. ანუ ეს აი მე მეკრუ არის სექსისტური კითხვა, იმიტომ რომ რაღაც ქერები და რაღაც უცნაურობები. მაგრამ რა პერსონაჟია თვითონ მერლინ მონროსზე არის თვითონ ეს არის სექსისტური ფილმი იქნება. რა თქმა უნდა, ეხლა თვითონ ფილმზეა საუბარი და არა იმაზე. რა ვიცი, აი მერლინ მონროს ახლა რა ის ხნა რომ მოგკითხა რომ შეოფასო. ან ჩემთვის თულ იყო აიქრუთ რამდენად ცნობილი მომენტია ყვარყვართთაფერიდან და რაღაც რომ მე არ მახსოვდა რომ არ მოგატყუა ეგნაცი რა ანუ ძალიან მაგთან ნახე მაგრამ ეს სწორო გეთქვა წიგნი უკუღმა უჭირავს ან რაღაც მაგ ხადაგიგოს ვერ გავცდებოდი მე ხო უეჭველ ხადაგიგოს ვიტყოდით ნუ გიგოს ვიტყოდით პერსონაჟი და ესაერებინა არა კაცრავე კილოთ სალომ გონი მოვიგეთ ეს სასიხარულო არის 17 ხონია ჩვენ 18 ავიღეთ 9 და 9 მოდი ჩვენ იქონეს ესო ცუდ მოაზროვნეებს კი ამოდ ერთ ფილმ ნახავ რა მოიცა ჩვენ იმას გამოვაჩაღთ ჩამოვიტან რა ბოლო კითხები ერთ-ერთი ვერ ავიღეთ ჩვენ რა აქ რა ვერ ავიღეთ ჩვენ ავიღეთ არა ბოლო მე-12 ბოლოები ვერ ახო პირველ ტურში და მეორე ტურშიც ძალიან ცოტა აღებადობა იყო
კიდევ ვერ ავიღეთ ჩვენ მეოთხე კითხვა, როგორც პირველ ტურში თქვი და ესეც საკმაოდ რთული გამოდგა. ეს ქები იყო, კი ბატონო. და მეშვიდე აღარ მახსოვს რა იყო, მაგრამ მეშვიდე საკმაოდ რთული გამოდგა. ჩერნობილი ხო არ იყო მეშვიდე, თუ მერევა. თუ ჩერნობილი მგონი ის იყო შენ სერიალი მეორე ტურში ხო არ იყო. არა, ჯერ არა, პირველ ტურში იყო ხო, დასარგებელი მასალა რო იყო. სავარაუდოდ ეგ იყო. მე-10 და მე-11 ავიღეთ საკმაოდ რთულები. მე-11 ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო რა იყო აღარ მახსოვს. მოდი მაგასაც ვნახავ უცბად. ეს ხო ჩაღა ეს იყო. სუსანინზე რო იყო. მე-11 მაინტერესებს. ნუ ეს გონია რომ შედარებით. ხო, დანჩენი აქ სასაშუალო სირთულის იყო. დევიაციური ისინი არ ყოფილა. 20 მე-14 რა იყო, მე-14. მე-14 გონი ჩვენც ჩავაგდეთ. თუ მე-14 ჩავაგდეთ. ჩვენ 15 ჩავაგდეთ და მაგიტომ მაინტერესებს. ანდერდოგი. ანდერდოგი. შარიკოვი ალბათ ის იყო. გაუჭირდა და 21 გონი ბალკანიზაცია იქნებოდა, ასე მგონია. და ეგ ტერმინი უბრალოდ ვერ მარიცოდა. არა, ის იყო სალონი, ოკეი. 22 იყო ბალკანიზაცია, ხო საკმაოდ კარგი აღებადობით და სალონი იყო ჩაყარმა გუნდმა, სამაგუნდმა იყო. ნუ არა, მგონია. ბოლო გაგრობდა. გაგრობდა ხო, როგორც ამბობენ. არა, ხო, ეს ცოტა ეს არის რთული, როგორც ჩვენ თქვით, რთული ცოდნის მოთხოვნა. საბოლოოდ მგონია, რომ რაღაც შენიშვნები რაც ჰქონდა ადეკვატური იყო, რაღაცებზე ვიხუმრეთ და რაღაც იმედია ცუდად არ მიიღებთ, ის არ ქონია. ცუდი განსწრაფვა ჩვენ უბრალოდ ისეთ ხო თამაშის დაბეჭდილებები და შეფასებები. შენ როგორ შეაფასებდი ამ გამოცდილებას ამ დაგვიმშვიდობები? ნუ მე პაკეტს ვიტყვი, ჯერ პირველ რიგში, ანუ ასე ვიტყვი, რომ ნორმალური პაკეტი იყო ეს თუ ისე, ჩემი აზრით მარტივი იყო, მაგრამ რაღაც შედეგებს ვაკვირდები, თვალმასე მარტივიც არ გამოვიდა. ამიტომ ხო, მოიგო 17-მა, ხო, სწორად მახსოვს. ეს თან 17 მგონია. და იკონდი არ ითვლება პირველ ლიგაში. ასტერისკი ხო, ესენი არ ვიცი მოთამაშეები არიან მგონი, მაგრამ ამით რო წერია, ესეთ ან მაღალ ლიგაში თამაშობენ. ნუ 16-მა მოიგო, ასე ვთქვათ რა, ნუ რამდენი იყო? 2/3 ხო აღებადობა. ცოტა უფრო მეტი ის ალბათ. ხო, არც მარტივი იყო, ჩვენ კი ვიზახთ ყველაფერზე მარტივი იყო, მაგრამ როგორც ჩანს გუნდებისთვის არ იყო რაღაცები მარტივი. გონია რომ რაღაც უფრო მეტად გამართული შეიძლება და გავიგზავნე რას ამბობდი შენ პაკეტზე. ხო, ნუ მართული შეიძლება და რა თქმა უნდა უფრო ყოფილიყო, რაც ჩვენ თქვით რა, ამ კითხვასთან დაკავშირებით თეულთან, რა ვიცი. რა უნდა გითხრა, ეგენი რომ რა ვიცი, ცოტა შეცვლილიყო, შეიძლება მეტი აღება და ყოფილიყო, ვერ გეტყვით საბოლოოდ, ნუ ამას მხოლოდ რა ვიცი, მე ხა უყურეთ მესამე თვალით და არ ვიცი საბოლოოდ რა გამოვიდა და იქ მესამე ეს რა რეფერენსი თქვი ხა გავიაზრი. მაგრამ ხო, ანუ მოკლედ მაგის ხომ, მაგრამ ეხლა რა შეიძლება ეს თამაში და ასე თამაშთა განხილვას ძალიან საინტერესო ექსპერიენსი იყო ჩემთვის და რა ვიცი. გონია რომ მე რაც გამოვიდა. კი, ხო. მიდიბოდი შეწყვეტი კიდე თუ დაპატიჟე. რა თქმა უნდა, მე მგონია რომ ერთი რთული პაკეტი ეგეთი ალბათ რთული იქნება, სადმე მოხდეს რამ. ასე ჩვენ არ ვითამაშებთ თან. ხო, ჩვენ არ ვითამაშებთ, რომ რამდენიმე მოთამაშემ რეალურ რთული ტურნირი განიხილოს. იცი რას ფიქრობ, რა? ჩვენ ხო იმის დასაწყისში. იანვრის დასაწყისში. ვროცლავში ვიქნებით და ის არის რა ქვია. კვადრო ფორმატში. ახლა ჩვენ რეალურად დავტესტ, ანუ ვინც არის იანვარში ტარდება მგონი ძალიან კარგი რთული ტურნირი, ჩვენი მეგობრები ატარებენ და ჩვენ იმ პერიოდში. მგონი ძალიან კარგია, მგონი ტარდება, თორე ძალიან კარგი იქნება რა თქმა უნდა. მე ხო Google-ის ხმე და ჩვენ ვროცლავში ვიქნებით და მაგის სურვილი მაქვს, რომ დატესტვა, გადავიღოთ. ზოგადად გუნდური თამაში, სპორტული, ანუ სატელევიზიო ნანახი გაქვთ, მაგრამ ის სპორტული როგორი თამაშება რთულ კითხვებზე 6 და მე-9 ეგ ძალიან საინტერესოა და ერთი ეგ მინდა გავაკეთო რა თუ გამომივიდა მგონი იქნებით იქ რამდენიმე ადამიანი ვინც დავტესტავთ მაგ პაკეტს და საინტერესო პერსონაჟები ძალიან. კი, შევეცდები რომ გადავიღო ხო. დღეს მე ძალიან გავერთე ორ ადამიანში უფრო სახალისო იყო და უფრო მეტი ის იყო ასე ვთქვათ აზარტი და რა იდეების გაზიარება რა. რომელიც საათია 2 აკლია 12 წუთში იწყება ლივერპული რეალი
ამიტომ და დაგაშვი PSG Bayern-ი. შენ PSG Bayern კი ბატონო. მე Liverpool-ი რეალს უყურებ. დაგემშვიდობებით და იმედია სიამოვნებით ჩვენ ვისი სიამოვნებით თამაშით და დიდი მადლობა ლუკას და ასევე ნინოს რომელიც მადლობა. ба დროებით